წარმოიდგინეთ, რომ გახსენით თქვენი ოჯახის ფოტოალბომი და აღმოაჩენთ, რომ 1990-იანი წლებიდან 2010-მდე ყველა ფოტო უბრალოდ გაქრა. არა დაიკარგა, არა დაიწვა, უბრალოდ არასოდეს არსებობდა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს არ არის ფოტოალბომი, ეს არის დედამიწის მეხსიერება. და დაკარგული არ არის 10 წელი, დაკარგულია 1,200,000,000 წელი. უბრალოდ გაქრა. ისე თითქოს ამ დროის განმავლობაში პლანეტა არ არსებობდა. 2015 წელს გრანდ კანიონში გეოლოგმა ჯონ უესლი პაუელმა შენიშნა რაღაც შეუძლებელი. მისი ნავი ნელად ცურავდა კოლორადოს მდინარეს, ხოლო კლდეების ფენები მის გარშემო გადიოდა როგორც დროის წიგნის გვერდები. ქვედა ფენები 2 მილიარდი წლის, შემდეგი ფენა 640,000,000 წლის. შუაში არაფერი. 1,400,000,000 წელი უბრალოდ არ არსებობს. თითქოს ვიღაცამ ამოგლიჯა დედამიწის ისტორიიდან მთელი ეპოქა და დატოვა მხოლოდ ცარიელი სივრცე. პაუელი არ იყო პირველი, ვინც ეს დაინახა, მაგრამ იყო პირველი, ვინც გაბედა კითხოს. როგორ შეიძლება მთელი მილიარდი წელი უბრალოდ გაქრეს? ეს არ იყო ადგილობრივი ფენომენი, ეს იყო გლობალური კატასტროფა. დღეს მეცნიერები ამას უწოდებენ დიდ შეუსაბამობას, Great Unconformity. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო დედამიწის ისტორიაში. დადექით გრანდ კანიონის კიდეზე. თქვენს ფეხქვეშ ქვიშაქვა, რომელიც ჩამოყალიბდა 640,000,000 წლის წინ, როცა ეს ადგილი იყო ტროპიკული ზღვის ფსკერი. დაიხარეთ და შეეხეთ ამ ქვას. ახლა გადახედეთ ქვემოთ, კანიონის სიღრმეში, სადაც კოლორადოს მდინარე ჭრის უჯველეს გრანიტს. ეს გრანიტი ჩამოყალიბდა 2 მილიარდი წლის წინ, როცა დედამიწა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ატმოსფეროში არ იყო ჟანგბადი და ცხოვრება იყო მხოლოდ მიკროსკოპული ბაქტერიები. ორ ქვას შორის 4 მეტრი. ორ ეპოქას შორის 1,400,000,000 წელი. ეს არის ისეთი დროის უფსკრული, რომელსაც ადამიანის გონება ვერ იცავს. მაგრამ აქ არის რაღაც უფრო შემაშფოთებელი. ეს 4 მეტრი არ უნდა იყოს ცარიელი. იქ უნდა იყოს ათასობით ფენა. თები, რომლებიც აიმაღლნენ და ჩამოინგრნენ. ოკეანეები, რომლებიც გაჩნდნენ და გაქრნენ. ვულკანები, რომლებმა ამოფრქვიეს ლავა. ყველაფერი ეს უნდა დატოვებდა კვალს. მაგრამ კვალი არ არის. გრანდ კანიონი არ არის ერთადერთი ადგილი. ეს შეუსაბამობა გადაჭიმულია მთელ ჩრდილოეთ ამერიკაზე, კანადის როკის მთებიდან ტეხასის უდაბნოებამდე, იგივე ნიმუში შოტლანდიაში, იგივე ნიმუში ავსტრალიაში, იგივე ნიმუში ავსტრალიაში, იგივე ნიმუში ჰიმალაებში. თითქოს მთელმა პლანეტამ ერთდროულად დაკარგა თავისი მეხსიერება. თითქოს რაღაც გლობალურმა მოვლენამ წაშალა 1 მილიარდი წლის ისტორია ყველა კონტინენტიდან ერთდროულად. რომ გავიგოთ, რამდენად აბსურდულია ეს, მოდით შევკუმშოთ დედამიწის ისტორია ერთ წელში. პლანეტა ჩამოყალიბდა 1 იანვარს. პირველი ცხოვრება გაჩნდა თებერვლის ბოლოს. მარტივი ბაქტერიები. მთელი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა, მხოლოდ მიკროსკოპული ორგანიზმები. პირველი მრავალუჯრედიანი არსებები გაჩნდნენ მხოლოდ ნოემბერში. დინოზავრები ჩნდებიან დეკემბრის მე-21-ს და ქრებიან 26-ს. ადამიანის ცივილიზაცია ბოლო 2 წუთი ახალი წლის წინ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ კალენდრიდან გაქრა მთელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის ნახევარი. 4 თვე უბრალოდ არ არსებობს. არა რომ დაგავიწყდათ რა მოხდა, არამედ თითქოს ეს დრო არასოდეს ყოფილა. არანაირი ჩანაწერი, არანაირი კვალი, არანაირი მტკიცებულება. ეს არის დიდი შეუსაბამობა. 4 თვე დედამიწის ისტორიიდან უბრალოდ წაშლილია. მაგრამ აქ არის რაც ყველაზე შემაშფოთებელია. ეს არ არის ისე, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ უპოულობთ ქოულობთ ქვებს. ქვები არსებობენ. უბრალოდ ისინი არასწორი ასაკისაა. 2 მილიარდი წლის გრანიტი პირდაპირ ეხება 600,000,000 წლის ქვიშაქვას. არანაირი გარდამავალი ფენა, არანაირი ნელი ეროზია. მკვეთრი სუფთა ხაზი, თითქოს ვიღაცამ დანით გაჭრა დროის ქსოვილი. წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელსაც აქვს ამნეზია. მას ახსოვს ბავშვობა, 5 წლის ასაკი. შემდეგ ახსოვს 60 წლის ასაკი, დღევანდელი დღე. შუაში სრული სიბნელე. 45 წელი უბრალოდ გაქრა. ექიმები ამოწმებენ მის ტვინს. ტვინი ჯანმრთელია. უბრალოდ მეხსიერება არ არსებობს. არა დაზიანებული, არამედ თითქოს ეს წლები არასოდეს მომხდარა. დედამიწა არის ასეთი პაციენტი. მისი ტვინი, ქვები ჯანმრთელია, მაგრამ მეხსიერება გაქრა. გეოლოგები ამოწმებენ ფენას ფენის მიხედვით, ეძებენ რაიმე კვალს იმ დაკარგული დროის შესახებ და პოულობენ არაფერს. არა ნამსხვრევებს, არა ნაწილობრივ შემონახულ ფენებს, არაფერს.
თითქოს ეს 1 მილიარდი წელი არასოდეს არსებობდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობდა. რადგან სხვაგან, იშვიათ ადგილებში, სადაც შეუსაბამობა არ არის, ჩვენ ვხედავთ ამ დროის ფრაგმენტებს. ავსტრალიაში, ჰამერსლის ქვიშაქვებში არის ფენები 1 მილიარდ 200 მილიონი წლის. სიბირში, ანაბარის ფარზე არის ქვები 1 მილიარდი წლის. ეს ადგილები არის როგორც მოწმეები, რომლებმაც გადარჩნენ კატასტროფას. ისინი მოგვითხრობენ, რომ დედამიწა არსებობდა, ცხოვრება არსებობდა, პროცესები მიმდინარეობდა. მაგრამ უმეტეს ადგილებში ყველა მტკიცებულება წაშლილია. 2016 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გეოლოგმა შონ მაკმენამინმა შეკრიბა 6 ათეული მეცნიერი ერთი კითხვის გარშემო. რა შეიძლება წაშალოს 1 მილიარდი წელი პლანეტის ისტორიიდან? შეხვედრა გაგრძელდა 3 დღე. წარმოდგენილი იქნა 30-ზე მეტი თეორია. ზოგიერთი იყო კონსერვატიული, ზოგიერთი იყო რადიკალური, მაგრამ ყველა ეთანხმებოდა ერთ რამეში. რაც არ უნდა მომხდარა, ეს იყო უდიდესი გეოლოგიური მოვლენა დედამიწის ისტორიაში. დღეს არსებობს 3 მთავარი ჰიპოთეზა. პირველი ამბობს, რომ დედამიწა გადაიქცა გიგანტურ თოვლის ბურთად, Snowball Earth, და გლობალურმა გამტინვამ განადგურა ყველა ქვა. მეორე ამბობს, რომ მოხდა სუპერეროზია, ყველაზე ძლიერი ეროზია პლანეტის ისტორიაში, რომელმაც ამოფხეკა და წაიღო მთელი კონტინენტების ზედაპირი. მესამე ამბობს, რომ ორივე მოხდა ერთდროულად და შედეგი იყო იმდენად კატასტროფული, რომ თითქმის წაშალა ყოველგვარი კვალი ცხოვრების ევოლუციის კრიტიკული პერიოდიდან. მოდით დავითხოთ პირველი ჰიპოთეზით. ჰიპოთეზით, რომელიც ჟღერს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ რომლის მტკიცებულებაც იზრდება ყოველი წლით. წარმოიდგინეთ დედამიწა კოსმოსიდან. არა ლურჯი მარმარილო, რომელსაც ვიცნობთ დღეს, არამედ თეთრი ბურთი, თლიანად თეთრი. ოკეანეები გაკინული ეკვატორიდან პოლუსებამდე. ყინულის სისქე 1 კილომეტრი. ტემპერატურა -50 გრადუსი ცელსიუსით. არანაირი ღია წყალი, არანაირი ღრუბლები. მხოლოდ უსასრულო თეთრი უდაბნო, რომელიც ასახავს მზის სხივებს უკან კოსმოსში. ეს არ არის ფანტაზია. ეს არის რეალური მოვლენა, რომელიც მეცნიერების აზრით მოხდა ორჯერ დედამიწის ისტორიაში. პირველად 780 მილიონი წლის წინ, მეორედ 650 მილიონი წლის წინ. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შეიძლება იყო მესამე გამყინვა, უფრო ადრე, უფრო გძეგძელი, უფრო კატასტროფული. სწორედ იმ დროს, როცა დაიკარგა 1 მილიარდი წელი. ჰარვარდის უნივერსიტეტში გეოლოგმა პოლ ჰოფმანმა გაატარა 30 წელი ნამიბიის უდაბნოში, სადაც შეისწავლა უძველესი ქვები. იქ იპოვა რაღაც უჩვეულო. ქვები, რომლებიც შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ გლაციალურ პირობებში. Dropstones, ქვები, რომლებიც ჩამოვარდა ყინულის აისბერგებიდან ოკეანის ფსკერზე. მაგრამ ეს ქვები იყო ეკვატორთან ახლოს. როგორ შეიძლება იყოს გლაციერები ეკვატორ? ჰოფმანის თეორია იყო რადიკალური. დედამიწა მთლიანად გაკინულა. მთელი პლანეტა გადაიქცა ერთ გიგანტურ გლაციერად. ეს გამყინვა გაგრძელდა არა ათასობით წლებს, არამედ მილიონობით წლებს. შესაძლოა 10 მილიონი წელი, შესაძლოა 40 მილიონი. ამ დროის განმავლობაში ყინულმა გააკეთა რაღაც შეუდარებელი. ის ფუნქციონირებდა როგორც გიგანტური საფხეკი, რომელიც ამოფხეკდა და ანადგურებდა ყველა ქვას ზედაპირზე. წარმოიდგინეთ გლაციერი, რომელიც მოძრაობს კონტინენტზე. ის არ უბრალოდ აფარებს ქვებს, ის ათრებს მათ. ყინულის ძირში წნევა იმდენად დიდია, რომ ქვები იხეხება ფხვნილად. გლაციერი მოძრაობს, ტრიალებს, ამოფხეკს ფენას ფენის მიხედვით. 1 კილომეტრი ყინული, რომელიც მოძრაობს მილიონობით წლის განმავლობაში, შეუძლია ამოფხეკოს არა მხოლოდ ზედაპირი, არამედ მთელი კილომეტრები ქვების. მაგრამ აქ არის პრობლემა. თუ დედამიწა მთლიანად გატინული იყო, როგორ გამოვიდა იგი ამ მდგომარეობიდან? როგორ დაიწყო გათბობა? პასუხი მოდის ვულკანებიდან. ყინულის ქვეშ, დედამიწის შიგნით, ცხოვრება გრძელდებოდა. მანტია ისევ ცხელი იყო. ვულკანები ისევ ამოფრქვევდნენ. მაგრამ ახლა მათი ლავა და გაზები არ შეიწოვებოდა ოკეანეებში ან ატმოსფეროში. ისინი იყო დაბლოკილი ყინულის ქვეშ. ნახშირორჟანგი, რომელსაც ვულკანები ასხამდნენ, იწყებდა დაგროვებას ატმოსფეროში. წელიწადი წელიწადს, საუკუნე საუკუნეს, მილიონი წელი მილიონ წელს. ნახშირორჟანგი არის სათბური გაზი. ის იჭერს სითბოს. და 10 მილიონი წლის განმავლობაში ვულკანებმა ამოისხეს საკმარისი ნახშირორჟანგი, რომ დაეწყო პლანეტის გათბობა. ნელა, ძალიან ნელა, ყინული დაიწყო დნობა. პირველად პოლუსებთან, შემდეგ ზომიერ ფართობებზე, საბოლოოდ ეკვატორზე. როცა ყინული დნება, ის ტოვებს კვალს.
გლაციალური ნალექები, ქვების ნარევი, რომელიც გლაციერმა ჩამოიტანა, მორენები, ქვების გროვები, რომლებიც გლაციერმა დატოვა და dropstones, ქვები, რომლებიც ჩამოვარდა აისბერგებიდან. ეს ყველაფერი ჩვენ ხედავთ დღეს ქვებში, რომლებიც დათარიღებულია 650 მილიონი წლით. მაგრამ თუ იყო უფრო ადრეული გამყინვა, 1 მილიარდ 200 მილიონი წლის წინ. სად არის მისი კვალი? პასუხი შეიძლება იყოს შემაშფოთებელი. ის კვალი თავად იქნა განადგურებული მეორე კატასტროფით. 2019 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში გეოფიზიკოსმა ბრენდ დალზიელმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. მან გააანალიზა ზირკონის კრისტალები, მინერალები, რომლებიც თითქმის განადგურებადია და ინახავს ინფორმაციას მათი წარმოშობის შესახებ. ეს კრისტალები მოდიოდა მთელი მსოფლიოდან, სხვადასხვა კონტინენტიდან და ყველა მათგანი აჩვენებდა ერთსა და იმავეს. დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონიდან 780 მილიონ წლამდე კონტინენტები განიცდიდნენ უპრეცედენტო ეროზიას. არა ნორმალურ ეროზიას, როცა მდინარეები ნელა ამოფხეკენ ქვებს, არამედ სუპერეროზიას, პროცესს, რომელიც იყო 10-ჯერ, 100-ჯერ უფრო ინტენსიური, ვიდრე ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენ ხედავთ დღეს. წარმოიდგინეთ ჰიმალაები, ყველაზე მაღალი მთები დედამიწაზე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ისინი მთლიანად ქრებიან 10 მილიონი წლის განმავლობაში. არა ნელი ეროზიით, არამედ კატასტროფული ამოფხეკით. ქარი, წყალი, ყინული, ყველაფერი მუშაობს ერთდროულად, უდიდესი ინტენსივობით. ეს არის სუპერეროზია. მაგრამ რამ გამოიწვია ეს? დალზიელის თეორია უკავშირდება ტექტონიკას. დაახლოებით 1 მილიარდ 100 მილიონი წლის წინ ყველა კონტინენტი გაერთიანდა ერთ სუპერკონტინენტად, როდინია. ეს იყო გიგანტური მიწის მასა, რომელიც მოიცავდა თითქმის მთელ სუშას დედამიწაზე. მაგრამ შემდეგ დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ როდინია დაიწყო დაშლა. როცა სუპერკონტინენტი იშლება, ხდება რამდენიმე რამ ერთდროულად. პირველი, ვულკანური აქტივობა იზრდება. მანტიიდან ცხელი მაგმა ადის ზემოთ, ქმნის ახალ ოკეანეს კონტინენტებს შორის. მეორე, კონტინენტები იწყებენ აიმაღლებას. როცა მანტია ადის ზემოთ, ის აწევს კონტინენტებს, ქმნის ახალ მთებს. მესამე, კლიმატი იცვლება. ახალი მთები ცვლიან ქარის ნაკადებს, წვიმის რაოდენობას, ტემპერატურას. ყველა ეს ფაქტორი ერთად ქმნის იდეალურ პირობებს სუპერეროზიისთვის. მაღალი მთები ნიშნავს უფრო ძლიერ ეროზიას. მეტი წვიმა ნიშნავს უფრო ძლიერ მდინარეებს. ვულკანური აქტივობა ნიშნავს უფრო მეტ ნახშირო ჟანგს ატმოსფეროში, რაც ნიშნავს უფრო თბილ კლიმატს და კიდევ უფრო მეტ წვიმას. დალზიელმა გამოთვალა, რომ ამ პერიოდში კონტინენტებიდან ამოიფხეკა და ოკეანეებში ჩაიტანა დაახლოებით 200 მილიონი კუბური კილომეტრი ქივა. 200 მილიონი კუბური კილომეტრი. ეს არის საკმარისი, რომ დაფაროს მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ფენით 3 კილომეტრის სიმაღლის. ეს არის საკმარისი, რომ შეავსოს ხმელთაშუა ზღვა 2-ჯერ. სად წავიდა ეს ყველაფერი? ოკეანეში. გეოლოგები პოულობენ ამ ქვების კვალს ძველ ოკეანის ფსკერზე. დიდი ფენები დანალექი, რომლებიც დათარიღებულია სწორედ ამ პერიოდით. მაგრამ აქ არის პრობლემა. ოკეანის ფსკერი არ ინახება სამუდამოდ. ტექტონიკური ფირფიტები მოძრაობენ, ძველი ფსკერი ეშვება მანტიაში, ახალი ფსკერი იქმნება. ასე რომ უმეტესი მტკიცებულება იმ ეპოქის შესახებ უკვე განადგურებულია. მაგრამ რაც დარჩა საკმარისია რომ იცოდეთ. მოხდა რაღაც უპრეცედენტო. კონტინენტები დაკარგეს კილომეტრები თავიანთი ზედაპირიდან. მთელი მთების სისტემები გაქრა. და ამ პროცესმა წაშალა თითქმის ყველა კვალი იმ ცხოვრებისა, რომელიც არსებობდა იმ დროს. რადგან აქ არის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არ იყო მხოლოდ გეოლოგიური კატასტროფა, ეს იყო ბიოლოგიური კატასტროფა. 1 მილიარდ 200 მილიონიდან 780 მილიონ წლამდე. ეს არის კრიტიკული პერიოდი ცხოვრების ევოლუციაში. სწორედ ამ დროს თეორიულად უნდა მომხდარიყო გადასვლა მარტივი ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან რთულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებზე. სწორედ ამ დროს უნდა გამოჩენილიყო პირველი ცხოველები, პირველი მცენარეები, პირველი რთული ეკოსისტემები. მაგრამ ჩვენ არ ვიცით. რადგან ქვები, რომლებიც შეინახავდა ამ ინფორმაციას, აღარ არსებობს. ფოსილიები, რომლებიც გვიჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ცხოვრება, განადგურებულია. მთელი ეპოქა ევოლუციისა უბრალოდ წაშლილი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გაიგოთ, როგორ ვითარდებოდა ადამიანის ცივილიზაცია. მაგრამ ყველა წიგნი, ყველა დოკუმენტი, ყველა არტეფაქტი 1990-იანი წლებიდან 2010-მდე განადგურებულია. თქვენ იცით, რომ რაღაც მოხდა, რადგან ხედავთ შედეგს, მაგრამ არ იცით რა. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც არიან გეოლოგები დღეს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომ არ ხედავთ უფრო ადრეულ მრავალუჯრედიან ფოსილიებს.
არა იმიტომ, რომ ისინი არ არსებობდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათი კვალი წაშლილია. შესაძლოა ცხოვრება იყო ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, მაგრამ სუპერეროზიამ წაშალა მტკიცებულება. ახლა მოდით გავაერთიანოთ ორი ჰიპოთეზა. რა მოხდება თუ ორივე მოვლენა მოხდა? რა მოხდება თუ პირველად იყო სუპერეროზია, როდინიას დაშლის დროს, რომელმაც ამოფხეკა კონტინენტების ზედაპირი? შემდეგ იყო გლობალური გამყინვა, Snowball Earth, რომელმაც დაასრულა საქმე და წაშალა ბოლო კვალებიც. ეს არის ჰიპოთეზა, რომელსაც მხარს უჭერს მზარდი რაოდენობა მეცნიერებისა და ის ხსნის ბევრ რამეს. ის ხსნის, რატომ არის შეუსაბამობა იმდენად გლობალური, რადგან ორი კატასტროფა ერთდროულად მოქმედებდა. ის ხსნის, რატომ არ არის თითქმის არანაირი კვალი, რადგან პირველმა კატასტროფამ ამოფხეკა ქვექვები, ხოლო მეორემ დაფხეკა ნამსხვრევები. მაგრამ ის ასევე ბადებს ახალ კითხვებს. თუ ორივე მოვლენა მოხდა, როგორ გადარჩა ცხოვრება? როგორ შეძლო ევოლუციამ გაგრძელება ასეთი კატასტროფის შემდეგ? და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა სხვა შეიძლება იყოს დამალული იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში? 2021 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიკრობიოლოგმა დიოგო პროვეტემ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც ჟღერდა როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა. მან აიღო თანამედროვე ბაქტერიები, ისეთები, რომლებიც ცხოვრობენ ოკეანის ფსკერზე და მოათავსა პირობებში, რომლებიც იმიტირებდა Snowball Earth-ს. ტემპერატურა -50 გრადუსი, სრული სიბნელე, არანაირი მზის სხივი, არანაირი ჟანგბადი, მხოლოდ ყინული და წნევა. ბაქტერიები გადარჩნენ. არა მხოლოდ გადარჩნენ, ისინი ადაპტივდნენ. 6 თვის შემდეგ პროვეტემ აღმოაჩინა, რომ ბაქტერიებმა შეცვალეს თავიანთი მეტაბოლიზმი. ისინი აღარ იყენებდნენ ჟანგბადს, ისინი იყენებდნენ სულფატებს, რკინას, სხვა ქიმიურ ელემენტებს. ისინი შექმნეს ახალ გზებს ენერგიის მისაღებად. ისინი გადაიქცნენ სხვა ორგანიზმებად, არა გენეტიკურად, არამედ ფუნქციურად. ეს ექსპერიმენტი აჩვენებს რაღაც ფუნდამენტურს. ცხოვრება არ არის მყიფე, ცხოვრება არის შეუდარებლად ადაპტირებადი. და თუ თანამედროვე ბაქტერიებს შეუძლიათ გადარჩენა ასეთ პირობებში, წარმოიდგინეთ, რას შეეძლო ბაქტერიებს, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ ექსტრემალურ გარემოში 1 მილიარდი წლის წინ. მაგრამ აქ არის პარადოქსი. თუ ცხოვრება გადარჩა გლობალურ გამყინვას, სად არის მისი კვალი? სად არის ფოსილიები იმ ორგანიზმებისა, რომლებმაც გაძლეს ყველაზე დიდი კატასტროფა პლანეტის ისტორიაში? პასუხი შეიძლება იყოს უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. წარმოიდგინეთ ოკეანე, რომელიც გაყინულია ზედაპირიდან. ყინულის სისქე 1 კილომეტრი. მაგრამ ქვემოთ, ღრმა წყლებში, ტემპერატურა სხვაა. ოკეანის ფსკერზე, სადაც ჰიდროთერმული წყაროები ასხამენ ცხელ წყალს მანტიიდან, ტემპერატურა შეიძლება იყოს +4 გრადუსი. ეს საკმარისია. ეს არის განსხვავება სიცოცხლეობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჰიდროთერმულ წყაროებთან ცხოვრობს მთელი ეკოსისტემები. ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან სულფიდებით, ჭიები, რომლებიც იკვებებიან ბაქტერიებით, თევზები, რომლებიც იკვებებიან ჭიებით, მთელი საკვები ჯაჭვი, რომელიც არ არის დამოკიდებული მზის სხივზე. ეს არის ცხოვრება, რომელიც არსებობს სრულიად დამოუკიდებლად ფოტოსინთეზისგან. 2018 წელს ოკეანოგრაფმა ანდრეა კოლამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც გააანალიზა ძველი ჰიდროთერმული ნალექები, ქვები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ძველ ოკეანის ფსკერზე, ჰიდროთერმული წყაროების გარშემო. ზოგიერთი ამ ქვებისა დათარიღებულია 1 მილიარდ 100 მილიონი წლით. და მათში არის ქიმიური ხელმოწერები, იზოტოპური თანაფარდობები, რომლებიც მიუთითებენ ბიოლოგიურ აქტივობაზე. სხვა სიტყვებით, ცხოვრება არსებობდა ოკეანის ფსკერზე, ჰიდროთერმულ წყაროებთან, სწორედ იმ დროს, როცა პლანეტის ზედაპირი შეიძლება იყოს გაკინული. ეს ცხოვრება არ იყო მარტივი, ის იყო რთული, მრავალფეროვანი, ადაპტირებული. და ის გადარჩა. მაგრამ როცა გლობალური გამყინვა დასრულდა, როცა ყინული დაიწყო დნობა, ეს ცხოვრება წავიდა ზედაპირზე. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი ამბავისა. 640 მილიონი წლის წინ, ზუსტად იმ დროს, როცა დასრულდა ბოლო დადასტურებული Snowball Earth, მოხდა რაღაც უპრეცედენტო. გეოლოგები ამას უწოდებენ კემბრიულ აფეთქებას. 10 მილიონი წლის განმავლობაში, რაც გეოლოგიურად არის თვალის დახამხამება, ოკეანეებში გაჩნდა თითქმის ყველა ძირითადი ტიპი ცხოველებისა, რომლებიც არსებობს დღეს. ტრილობიტები, პირველი არტროპოდები, რომლებსაც ჰქონდათ რთული თვალები. ანომალოკარისები, პირველი მტაცებლები, 1 მეტრის სიგრძის. ჰალუცინოგენია, უცნაური არსებები, რომლებიც გავდნენ ფანტასტიკურ სამყაროს. პიკაია, პირველი ქორდატა, ჩვენი პირდაპირი წინაპარი. ყველა ისინი გაჩნდნენ თითქმის ერთდროულად.
10 წლეულების განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ კემბრიული აფეთქება იყო დასაწყისი რთული ცხოვრებისა, ოვრებისა. მაგრამ ახლა, ახალი აღმოჩენების შუქზე, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს არ იყო დასაწყისი. ეს იყო აღდგენა. ეს იყო მომენტი, როცა ცხოვრება, რომელიც გადარჩა გლობალურ კატასტროფას, საბოლოოდ მიიღო შანსი გავრცელებისა. წარმოიდგინეთ ეკოსისტემა, რომელიც ათობით მილიონი წლის განმავლობაში იყო მოქცეული ოკეანის ფსკერზე, ჰიდროთერმულ წყაროებთან. იქ, სიბნელეში, წნევის ქვეშ, ცხოვრება ვითარდებოდა. ახალი ფორმები, ახალი ადაპტაციები, ახალი სტრატეგიები გადარჩენისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი იყო შეზღუდული მცირე სივრცით, მცირე რესურსებით. შემდეგ ყინული დნება, ოკეანეები იხსნება. მზის სხივი აღწევს წყალს, ფოტოსინთეზი ხდება შესაძლებელი და ცხოვრება, რომელიც ათობით მილიონი წლის განმავლობაში იყო მოქცეული, აფეთქებით გადის ზედაპირზე. ეს არის ერთი თეორია და ის ხსნის, რატომ იყო კემბრიული აფეთქება იმდენად სწრაფი და იმდენად მრავალფეროვანი. მოდით გავაკეთოთ დროის პერემოტკა. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ იმავე ადგილას. მოდით ვთქვათ, სადაც დღეს არის გრანდ კანიონი და უყურებთ, როგორ იცვლება პლანეტა 1 მილიარდი წლიანმავლობაში. 1 მილიარდ 200 მილიონი წლის წინ. თქვენ დგახართ მაღალ მთაზე. ეს მთა არის ნაწილი როდინიისა, სუპერკონტინენტისა, რომელიც მოიცავს თითქმის მთელ სუშას. ჰორიზონტზე სხვა მთები, უფრო მაღალი ვიდრე ჰიმალაები. ცა არის წითელი, ატმოსფეროში ჯერ კიდევ ცოტაა ჟანგბადი. ოკეანე, მწვანე, სავსე ციანობაქტერიებით. არ არის ცხოველები, არ არის მცენარეები. მხოლოდ ქვები, წყალი და მიკრობები. 1 მილიარდ 100 მილიონი წლის წინ. მთა იწყებს ნგრევას. არანელი ეროზიით, არამედ კატასტროფული სიჩქარით. როდინია იშლება. კონტინენტები მოძრაობენ, ვულკანები ამოფრქვევენ. მდინარეები, რომლებიც 10 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ამაზონი, ათრევენ ქვებს და ატარებენ ოკეანეში. ყოველი წელი მთა კარგავს მეტრებს თავისი სიმაღლიდან. ყოველი 1000 წელი კილომეტრებს. 1 მილიარდი წლის წინ მილიარდი. მთა გაქრა. თქვენ ახლად გახართ დაბალ ვაკეზე, ოკეანის პირას. ცა ხდება უფრო ღია, ჟანგბადის რაოდენობა იზრდება. მაგრამ ტემპერატურა იწყებს ვარდნას, ღრუბლები ხდება უფრო ხშირი. თოვლი იწყებს მოვლას, არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც. 980 მილიონი წლის წინ. ყველაფერი თეთრია. ოკეანე გაკინულია. ცა არის მუქი. ყინული ასახავს მზის სხივებს. პლანეტა ღებულობს ნაკლებ სითბოს. ტემპერატურა -50 გრადუსი. არაფერი არ მოძრაობს. არაფერი არ იცვლება. მხოლოდ ყინული, რომელიც ნელა იზრდება, ნელა მოძრაობს, ნელა ფხექს ქვებს ქვეშ. 940 მილიონი წლის წინ. ყინული იწყებს დნობას. პირველად პოლუსებთან, იქ სადაც მზის სხივები ყველაზე ძლიერია. შემდეგ ეკვატორთან. წყალი, რომელიც იყო გატინული ათობით მილიონი წლის განმავლობაში, იწყებს მოძრაობას. მდინარეები ჩნდება. ოკეანეები იხსნებიან. და ცხოვრება, რომელიც გადარჩა ღრმა წყლებში, იწყებს გავრცელებას. 640 მილიონი წლის წინ. ოკეანეები სავსეა ცხოვრებით. ტრილობიტები ცურავენ ფსკერზე. ანომალოკარისები ნადირობენ. პირველი თევზები ჩნდებიან. ეს არის კემბრიული აფეთქება. მომენტი, როცა ცხოვრება საბოლოოდ იფრობს პლანეტას. 640 მილიონიდან დღემდე. კონტინენტები აგზელებენ მოძრაობას. მთები იმაღლებიან და ინგრევიან. ოკეანეები ჩნდებიან და ქრებიან. ცხოვრება ვითარდება. თევზებიდან ამფიბიებამდე, რეპტილიებიდან ძუძუმწოვრებამდე. დინოზავრები ჩნდებიან და ქრებიან. და საბოლოოდ, ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში ჩნდება ადამიანი. მაგრამ ის ადგილი, სადაც თქვენ დგახართ, ის ქვები, რომლებსაც ეხებით, ისინი არ ინახავენ ამ ისტორიას. ისინი ახსოვთ მხოლოდ დასაწყისი და დასასრული. შუა, ის 1 მილიარდი წელი, უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში მეცნიერებმა იპოვეს გზა, რომ წაიკითხონ ის, რაც ქვები ვერ ამბობენ. ისინი იყენებენ ზირკონის კრისტალებს, მინერალებს, რომლებიც თითქმის განადგურებადია და ინახავს ინფორმაციას არა მხოლოდ მათი წარმოშობის შესახებ, არამედ ყველა პროცესის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ. ზირკონი არის როგორც დროის კაფსულა. როცა ის ისკალიბდება მაგმაში, ის იჭერს გარკვეულ ელემენტებს: ურანს, თორიუმს, ჰაფნიუმს. ეს ელემენტები ნელა იშლებიან, გარდაიქმნებიან სხვა ელემენტებად. და ამ დაშლის სიჩქარის გაზომვით მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ ზუსტად როდის ჩამოყალიბდა კრისტალი. მაგრამ ზირკონი ინახავს უფრო მეტს. მისი ქიმიური შემადგენლობა გვიჩვენებს, რა ტემპერატურაზე ჩამოყალიბდა.
მისი იზოტოპური ხელმოწერა გვიჩვენებს რა ტიპის ქანში იყო. მისი ჟანგბადის იზოტოპები გვიჩვენებენ იყო თუ არა წყალი მახლობლად. ერთი კრისტალი, რომლის ზომა არის ადამიანის თმის სისქე, შეიძლება მოგვითხროს მთელი ისტორია პლანეტის წარსულის შესახებ. 2023 წელს ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში გეოქიმიკოსმა მაქსიმ ბერგმანმა გააანალიზა ათასობით ზირკონის კრისტალი, რომლებიც მოდიოდა მთელი მსოფლიოდან. მან ეძებდა კრისტალები, რომლებიც დათარიღებულია 1 მილიარდ 200-დან 780 მილიონ წლამდე. სწორედ იმ დაკარგული პერიოდიდან დაიპოვა. არა ბევრი, მხოლოდ რამდენიმე ასეული კრისტალი მილიონობით შორის. მაგრამ ეს იყო საკმარისი. ეს კრისტალები მოგვითხრეს ისტორიას, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცოდით. კრისტალები აჩვენებდნენ, რომ იმ პერიოდში, იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში, დედამიწა არ იყო უმოქმედო. პირიქით, პლანეტა იყო გეოლოგიურად აქტიური. ვულკანები ამოფრქვევდნენ, მთები იმაღლებოდნენ, კონტინენტები მოძრაობდნენ. ყველაფერი ესტოვებდა კვალს ზირკონის კრისტალებში. უფრო მეტიც, ზოგიერთი კრისტალი აჩვენებდა ნიშნებს წყლის ურთიერთქმედებისა. ეს ნიშნავდა, რომ იყო ოკეანეები, იყო ატმოსფერული ციკლები, იყო ეროზია და დანალექი. სხვა სიტყვებით, პლანეტა ფუნქციონირებდა ისევე, როგორც ფუნქციონირებს დღეს. მაგრამ ქვები, რომლებიც უნდა ინახავდნენ ამ ისტორიას, აღარ არსებობენ. ბერგმანმა გააკეთა კიდევ ერთი აღმოჩენა. ზოგიერთ კრისტალში იპოვა ნახშირბადის იზოტოპები, კონკრეტული თანაფარდობა ნახშირბად 12-სა და ნახშირბად 13-ს შორის, რომელიც დამახასიათებელია ბიოლოგიური აქტივობისთვის. ეს არ იყო პირდაპირ იმტკიცებულება ცხოვრებისა, მაგრამ ეს იყო მინიშნება. ძლიერი მინიშნება, რომ ცხოვრება არსებობდა, იყო აქტიური და ახდენდა გავლენას პლანეტის ქიმიაზე. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს. 1 მილიარდი წლის განმავლობაში, დრო, რომელიც საკმარისია მთელი ევოლუციური ხის ასაშენებლად. ცხოვრება არსებობდა, ვითარდებოდა, შესაძლოა ქმნიდა რთულ ფორმებს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ეს ცხოვრება. არ ვიცით, რამდენად რთული იყო. არ ვიცით, რა მიაღწია. რადგან ყველა პირდაპირ იმტკიცებულება განადგურებულია. აქ არის, სადაც ისტორია ხდება კიდევ უფრო საინტერესო. მოდით შევადაროთ დედამიწა მარსს. მარსი არის პლანეტა, რომელიც გაკინდა გეოლოგიურად დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ. მისი ბირთვი გაცივდა, მაგნიტური ველი გაქრა, ვულკანური აქტივობა შეწყდა და პლანეტა გადაიქცა უდაბნოდ. მაგრამ მანამდე, პირველი 1 მილიარდი წლის განმავლობაში, მარსი იყო ცოცხალი პლანეტა. ქონდა ოკეანეები, ქონდა მდინარეები, ქონდა ატმოსფერა და შესაძლოა ქონდა ცხოვრება. ჩვენ ხედავთ ამის კვალს დღეს, ძველი მდინარის არხები, ძველი ტბების ფსკერი, მიები, მინერალები, რომლებიც ყალიბდებიან მხოლოდ წყლის თანდასწრებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მარსი არ გაკინულა. წარმოიდგინეთ, რომ მან გააგრძელა ევოლუცია. რა მოხდებოდა? შესაძლოა ცხოვრება, რომელიც გაჩნდა იქ, განავითარებდა რთულ ფორმებს. შესაძლოა გაჩნდებოდა მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. შესაძლოა მილიარდობით წლის შემდეგ გაჩნდებოდა ინტელექტუალური ცხოვრება. მაგრამ ეს არ მოხდა. მარსი გაკინდა და ახლა ის არის მკვდარი პლანეტა, რომელიც ინახავს მხოლოდ ფრაგმენტებს თავისი ცოცხალი წარსულისა. დედამიწა არ გაკინულა, დედამიწამ გააგრძელა, მაგრამ ის დაკარგა რაღაც სხვა, მეხსიერება. ის დაკარგა ჩანაწერები თავისი ყველაზე კრიტიკული პერიოდისა. და ახლა ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ ეს ისტორია ფრაგმენტებიდან, ზირკონის კრისტალებიდან, იშვიათი ქვებიდან, ქიმიური ხელმოწერებიდან. 2024 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში გეოფიზიკოსმა ალისია ჰოპმა წარმოადგინა ახალი თეორია, რომელიც აერთიანებს ყველა წინა ჰიპოთეზას და ამატებს რაღაც ახალს. მისი თეორია ამბობს, რომ დიდი შეუსაბამობა არ იყო მხოლოდ ეროზიის ან გამყინვის შედეგი, ეს იყო ტექტონიკური რესეტის შედეგი. მომენტი, როცა დედამიწამ ფუნდამენტურად შეცვალა თავისი გეოლოგიური ფუნქციონირების წესი. წარმოიდგინეთ ფირფიტების ტექტონიკა, პროცესი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ მოძრაობენ კონტინენტები, როგორ იქმნებიან მთები, როგორ ამოფრქვევენ ვულკანები. დღეს ეს პროცესი არის შედარებით სტაბილური. ფირფიტები მოძრაობენ რამდენიმე სანტიმეტრს წელიწადში. ზოგი ეჯახება ერთმანეთს და ქმნის მთებს, ზოგი იშლება და ქმნის ოკეანეებს. ყველაფერი ეს ხდება ნელა, პროგნოზირებად, მაგრამ ჰოპის თეორია ამბობს, რომ ეს ყოველთვის ასე არ იყო. ადრეულ დედამიწაზე, როცა პლანეტა იყო უფრო ცხელი, მანტია იყო უფრო თხევადი. თხევადი, ფირფიტების ტექტონიკა შეიძლება ფუნქციონირებდა სხვაგვარად. შესაძლოა ფირფიტები მოძრაობდნენ უფრო სწრაფად. შესაძლოა ისინი უფრო ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს. შესაძლოა მთელი კონტინენტები შეიძლებოდა გადაყლაპულიყო მანტიაში და შემდეგ ხელახლა გამოსულიყო. და დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ, ჰოპის აზრით, მოხდა გლობალური ტექტონიკური რესეტი.
ძველი ფირფიტები, რომლებიც ატარებდნენ ძველ კონტინენტებს, დაიწყეს ჩაძირვა მანტიაში. ახალი ფირფიტები დაიწყეს ამოსვლა. და ამ პროცესმა ფაქტობრივად გადააწერა პლანეტის ზედაპირი. წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომელსაც აკეთებთ სრულ რესეტს. ყველა ძველი ფაილი იშლება, ყველა ძველი პროგრამა ქრება და თქვენ იწყებთ თავით. ცხებთ თავიდან, სუფთა სისტემით. ეს არის რაც შესაძლოა მოხდა დედამიწაზე. ძველი ქვები, ის რომლებიც ინახავდნენ ისტორიას, ჩაიძირნენ მანტიაში, დნებოდნენ, რეციკლირდებოდნენ. ახალი ქვები ამოვიდნენ ზედაპირზე. და შედეგად პლანეტამ დაკარგა თავისი გეოლოგიური მეხსიერება. ეს ჟღერს როგორც ექსტრემალური თეორია, მაგრამ არსებობს მტკიცებულება. პირველი, ზირკონის კრისტალების ასაკობრივი განაწილება. როცა მეცნიერები აანალიზებენ ათასობით კრისტალს მთელი მსოფლიოდან, ისინი ხედავენ ნიმუშს. არის ბევრი კრისტალი, რომლებიც უფრო ძველია ვიდრე 2 მილიარდი წელი. არის ბევრი კრისტალი, რომლებიც უფრო ახალგაზრდაა ვიდრე 700 მილიონი წელი. მაგრამ არის ძალიან ცოტა კრისტალი 1 მილიარდ 200-დან 780 მილიონ წლამდე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ველოდებით, თუ მოხდა ტექტონიკური რესეტი. ძველი კრისტალები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადრეულ დედამიწაზე, გადარჩნენ, რადგან ისინი იყვნენ ღრმად კონტინენტურ ქერჩში, სადაც არ მიაღწია რესეტმა. ახალი კრისტალები ჩამოყალიბდნენ რესეტის შემდეგ, მაგრამ კრისტალები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ რესეტის დროს, განადგურდნენ. მეორე მტკიცებულება, კონტინენტური ქერქის სისქე. დღეს კონტინენტური ქერქი არის დაახლოებით 30-დან 50 კილომეტრამდე სისქის, მაგრამ გეოფიზიკური მოდელები აჩვენებენ, რომ ადრეულ დედამიწაზე კონტინენტური ქერქი შეიძლებოდა იყოს ბევრად უფრო სქელი, შესაძლოა 60-ან 70 კილომეტრი. სად წავიდა ეს დამატებითი სისქე? პასუხი: ჩაიძირა მანტიაში რესეტის დროს. მესამე მტკიცებულება, გლობალური ვულკანური აქტივობის ნიმუშები. გეოქიმიკური ანალიზი აჩვენებს, რომ დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ მთელ პლანეტაზე იყო ვულკანური აქტივობის უპრეცედენტო ზრდა. ეს არის ზუსტად ის, რასაც ველოდებით, თუ ძველი ფირფიტები ჩაიძირებოდნენ და ახალი ფირფიტები ამოდიოდნენ. მაგრამ აქ არის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ მოხდა ტექტონიკური რესეტი, რა იყო მისი გავლენა ცხოვრებაზე? პასუხი შეიძლება იყოს ორმაგი. ერთი მხრივ რესეტი იყო კატასტროფა. ვულკანური აქტივობის ზრდა ნიშნავდა უფრო მეტ ნახშირორჟანგს ატმოსფეროში. ეს შეიძლებოდა გამოეწვია გლობალური დათბობა. შემდეგ, როცა ვულკანური აქტივობა შემცირდა, ნახშირორჟანგი დაიწყო შეწოვა ოკეანეებში და ქვებში. ეს შეიძლებოდა გამოეწვია გლობალური გაციება. ტემპერატურის ეს რკევები შეიძლებოდა იყო კატასტროფული ცხოვრებისთვის. ბისთვის, მეორე მხრივ, რესეტმა შეიძლება შექმნა ახალი შესაძლებლობები. როცა ძველი კონტინენტები ჩაიძირნენ და ახალი კონტინენტები ამოვიდნენ, შეიქმნა ახალი ჰაბიტატები, ახალი ოკეანეები, ახალი სანაპიროები, ახალი ზღვის ფსკერები. და ცხოვრება, რომელიც გადარჩა კატასტროფას, მიიღო შანსი გავრცელებისა ამ ახალ სივრცეებში. შესაძლოა სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომ იყო პემბრიული აფეთქება იმდენად სწრაფი. ცხოვრება არ იწყებდა ნულიდან, ის უკვე არსებობდა, უკვე იყო რთული, უკვე იყო მრავალფეროვანი, მაგრამ ის იყო შეზღუდული ძველი ჰაბიტატებით, ძველი ეკოსისტემებით. როცა პლანეტამ გადაიარა რესეტი, როცა შეიქმნა ახალი სივრცეები, ცხოვრებამ აფეთქებით გაავსო ისინი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ არქეოლოგი, რომელიც ცდილობს აღადგინოს ცივილიზაციის ისტორია, მაგრამ ყველა ბიბლიოთეკა დაწვა, ყველა მუზეუმი განადგურდა, ყველა არქივი გაქრა. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევითი ნივთი, ერთი მონეტა აქ, ერთი ჭურჭლის ნამსხვრევი იქ, ერთი ინსტრუმენტი სხვაგან. და ამ ფრაგმენტებიდან თქვენ უნდა აღადგინოთ მთელი 1000 წლეულების ისტორია. ეს არის ზუსტად ის გამოწვევა, რომლის წინაშე დგანან გეოლოგები დღეს. მაგრამ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ახალი ტექნოლოგიები იძლევა ახალ შესაძლებლობებს. მეცნიერები აღარ ეძებენ მხოლოდ ქვებს, ისინი ეძებენ ქიმიურ ხელმოწერებს, იზოტოპურ ანომალიებს, მინერალოგიურ ნიმუშებს, ნებისმიერ კვალს, რომელიც შეიძლება მოგვითხროს რაღაც იმ დაკარგული დროის შესახებ. 2025 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში გეობიოლოგმა დონალდ კამფილდმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც შეცვლიდა ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წაიკითხოს დედამიწის წარსული. მან აიღო თანამედროვე ბაქტერიები და მოათავსა პირობებში, რომლებიც იმიტირებდა ადრეული დედამიწის ოკეანეს, წყალი სავსე რკინით, მაგრამ თითქმის არანაირი ჟანგბადით. შემდეგ მან გაზომა, როგორ ცვლიდნენ ბაქტერიები წყლის ქიმიას. შედეგები იყო გასაოცარი. ბაქტერიები არა მხოლოდ ცხოვრობდნენ, ისინი აქტიურად ცვლიდნენ გარემოს. ისინი ჟანგავდნენ რკინას, ქმნიდნენ მინერალებს, ასხამდნენ გაზებს. და ყველა ეს პროცესი ტოვებდა უნიკალურ ქიმიურ ხელმოწერას. კონკრეტულ თანაფარდობას სხვადასხვა იზოტოპებს შორის,
რომელიც შეუძლებელია წარმოიქმნას არაბიოლოგიური პროცესებით. კამფილდმა შემდეგ გააანალიზა ძველი ქვები, ის იშვიათი ნიმუშები, რომლებიც გადარჩა დიდი შეუსაბამობიდან და იპოვა იგივე ხელმოწერები. ეს ნიშნავდა, რომ ცხოვრება არა მხოლოდ არსებობდა იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში, ის იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და საკმარისად აქტიური, რომ შეეცვალა მთელი პლანეტის ქიმია. არსებობს ადგილები დედამიწაზე, სადაც დიდი შეუსაბამობა არ არის უბრალოდ გეოლოგიური ცნება. ის არის ფიზიკური რეალობა, რომელსაც შეგიძლია შეეხო, დაინახო, იგრძნო. ადგილები, სადაც შეგიძლია დადგე ერთი ფეხით 2 მილიარდი წლის წინ და მეორე ფეხით 600 მილიონი წლის წინ. ადგილები, სადაც დრო ხდება ხილული. გრანდ კანიონი, არიზონა. დადექით ტაპეაც ქვიშაქვაზე, ღია ტავისფერი ფენა, რომელიც ჩამოყალიბდა 640 მილიონი წლის წინ, როცა ეს ადგილი იყო ტროპიკული ზღვის სანაპირო. ქვიშაქვაში შეგიძლია იხილოთ ალღების კვალი, პატარა რიფლები, რომლებიც შეინარჩუნდა ქვაში, როგორც მომენტის ფოტოგრაფია 640 მილიონი წლის წინანდელი დრიდან. ახლა დაიხარეთ და შეეხეთ ქვიშაქვის ქვეშ მდებარე ქვას. ეს არის ვიშნუ შისტი, მუქი, თითქმის შავი ქვა, რომელიც ჩამოყალიბდა 2 მილიარდი წლის წინ, როცა ეს ადგილი იყო ღრმა ოკეანის ფსკერი. ამ ქვაში არ არის ტალღების კვალი, არ არის ფოსილიები, არ არის არაფერი, რაც მიუთითებდა ცხოვრებაზე. მხოლოდ მუქი, მკვრივი, მეტამორფული ქვა. ქვა, რომელიც გაიარა ისეთი წნევა და ტემპერატურა, რომ თითქმის დნა. ორ ქვას შორის მკვეთრი ხაზი. არანაირი გარდამავალი ფენა, არანაირი ნელი ცვლილება. უბრალოდ ხაზი, რომელიც წარმოადგენს 1 მილიარდ 400 მილიონ წელს დაკარგული დროისა. თუ შეეცდებით წარმოიდგინოთ, რა უნდა იყოს ამ ხაზის ადგილას, რამდენი ფენა ქვისა, რამდენი ეპოქა ცხოვრებისა, რამდენი მთა, რომელიც აიმაღლდა და ჩამოინგრა, თქვენი გონება უბრალოდ ვერ მოიცავს. სიკარინგა კლიფსი, კანადა. აქ შეუსაბამობა კიდევ უფრო დრამატულია. ქვედა ფენა, ვიშნუ გრანიტი, 2 მილიარდ 100 მილიონი წლის. ზედა ფენა, ჰარეონიან ქვიშაქვა, 650 მილიონი წლის. შუაში, 1 მილიარდ 610 მილიონი წელი. თითქმის მთელი ის დრო, რომელიც დასჭირდა ცხოვრებას გადასვლას ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან რთულ მრავალუჯრედიან ფორმებზე, უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ აქ არის რაც ყველაზე შემაშფოთებელია. როცა გეოლოგები ამოწმებენ ამ ხაზს მიკროსკოპით, ისინი ხედავენ, რომ ზედა ფენა არ უბრალოდ ეხება ქვედა ფენას. ის არის შერწყმული მასთან. თითქოს 2 ქვა ერთად გამოცხვა. ეს ნიშნავს, რომ როცა ზედა ფენა დაიწყო ჩამოყალიბება, ქვედა ფენა უკვე იყო გაშიშვლებული, გაწმენდილი, მზად კონტაქტისთვის. არანაირი ნიადაგი, არანაირი ორგანული მასალა. მხოლოდ სუფთა გაწმენდილი ქვა. მოდით შევეცადოთ მოვათავსოთ ეს მასშტაბში, რომელსაც ადამიანის გონება შეძლებს გაიგოს. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ადამიანის ცივილიზაციის ისტორია 10,000 წელი ძველი ეგვიპტიდან დღემდე არის ერთი წამი. ერთი წამი, რომელშიც ჩვენ ავაშენეთ პირამიდები, გამოვიგონეთ წერა, შევქმენით ხელოვნება, აღმოვაჩინეთ მეცნიერება, გავფრინდით კოსმოსში. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ დიდი შეუსაბამობა, ის 1 მილიარდ 400 მილიონი წელი, არის 4 წელი. 4 წელი, რომელშიც არაფერი არ მოხდა. არა იმიტომ, რომ რეალურად არაფერი არ მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ყველა ჩანაწერი წაიშალა. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ადამიანის ისტორია განმეორდა 90 მილიონჯერ ამ დროის განმავლობაში და ყოველი ჯერზე ახალი ცივილიზაციები, ახალი აღმოჩენები, ახალი იდეები და ყველაფერი ეს უბრალოდ წაიშალა. ეს არის რაც ხდება, როცა ცდილობ გაიგო გეოლოგიური დრო. ის არ არის უბრალოდ გრძელი. ის არის იმდენად გრძელი, რომ ჩვენი ჩვეულებრივი ცნებები დროის შესახებ ხდება უაზრო. 1 მილიონი წელი, რაც არის საკმარისი მთელი სახეობის ევოლუციისთვის, არის მხოლოდ 1/1000 დიდი შეუსაბამობის ხანგრძლივობისა. მაგრამ მეცნიერება არ ნებდება. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში გეოლოგებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა წაიკითხონ ინფორმაცია, რომელიც უხილავია თვალისთვის. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი არის მას სპექტრომეტრია. ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა გაზომოს ატომების ზუსტი მასა და განისაზღვროს მათი იზოტოპური შემადგენლობა. ეს ჟღერს ტექნიკურად, მაგრამ შედეგები არის რევოლუციური. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ქვა, რომელიც ჩამოყალიბდა 1 მილიარდი წლის წინ. ამ ქვაში არის ნახშირბადის ატომები. ნახშირბადს აქვს 2 სტაბილური იზოტოპი, ნახშირბად 12 და ნახშირბად 13. ბუნებაში ამ 2 იზოტოპის თანაფარდობა არის დაახლოებით 100 ერთზე.
მაგრამ როცა ცოცხალი ორგანიზმები იყენებენ ნახშირბადს ფოტოსინთეზისთვის ან მეტაბოლიზმისთვის, ისინი ამჯობინებენ მსუბუქ იზოტოპს, ნახშირბად 12-ს. ეს ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ნახშირბადი ყოველთვის აქვს ოდნავ მეტი ნახშირბად 12, ვიდრე არაბიოლოგიური ნახშირბადი. ეს განსხვავება არის მცირე, მხოლოდ რამდენიმე პროცენტი. მაგრამ თანამედროვე მას სპექტრომეტრებს შეუძლიათ გაზომონ ეს განსხვავება უზუსტესად. და როცა გეოლოგები ამოწმებენ ძველ ქვებს, მათ შორის ქვებს, რომლებიც დათარიღებულია იმ დაკარგული პერიოდით, ისინი პოულობენ ამ ბიოლოგიურ ხელმოწერას. არა ყველგან, არა ყოველთვის, მაგრამ საკმარისად ხშირად რომ ვიცოდეთ, ცხოვრება არსებობდა, იყო აქტიური და ახდენდა გავლენას პლანეტაზე. 2026 წელს უკლეაში გეოქიმიკოსმა ელიზაბეთ ბელმა გააანალიზა ქვები ავსტრალიიდან, ჰამერსლის ქვიშაქვები, რომლებიც დათარიღებულია 1 მილიარდ 100 მილიონი წლით. ეს არის ზუსტად შუაში დიდი შეუსაბამობისა. და მან იპოვა არა მხოლოდ ბიოლოგიური ნახშირბადის ხელმოწერები, მან იპოვა მტკიცებულება რთული ბიოლოგიური პროცესებისა. კონკრეტულად მან იპოვა სტერანები, მოლეკულელები, რომლებიც წარმოიქმნება მხოლოდ ევკარიოტული უჯრედების მიერ. ევკარიოტები არის ორგანიზმები, რომლებსაც აქვთ ბირთვი და რთული შიგა სტრუქტურა. ისინი არიან წინაპრები ყველა მრავალუჯრედიანი ცხოველებისა, მცენარეებისა და სოკოებისა. და აქ იყო მტკიცებულება, რომ ისინი არსებობდნენ 1 მილიარდ 100 მილიონი წლის წინ, ბევრად უფრო ადრე ვიდრე ვფიქრობდით. ეს აღმოჩენა იყო სენსაციური. ის ნიშნავდა, რომ რთული ცხოვრება, ცხოვრება, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი გადასვლისა მრავალუჯრედიან ფორმებზე, უკვე არსებობდა იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში. მაგრამ ის ასევე ბადებდა ახალ კითხვას. თუ რთული ცხოვრება არსებობდა იმდენი ხნის წინ, რატომ დასჭირდა კიდევ 500 მილიონი წელი კემბრიული აფეთქებისთვის? რა აკავებდა ევოლუციას? პასუხი შეიძლება იყოს ჟანგბადში. დღეს დედამიწის ატმოსფერო შეიცავს 21% ჟანგბადს. ეს არის საკმარისი რთული მრავალუჯრედიანი ცხოვრებისთვის. ისთვის, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. 2 მილიარდ 400 მილიონი წლის წინ მოხდა დიდი ჟანგბადის მოვლენა, Great Oxidation Event. როცა ციანობაქტერიებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ფოტოსინთეზს, დაიწყეს ჟანგბადის წარმოება იმდენი რაოდენობით, რომ ის დაიწყო დაგროვება ატმოსფეროში. ეს იყო პირველი დიდი ეკოლოგიური კატასტროფა. ჟანგბადი იყო ტოქსიკური უმეტესი ცხოვრებისთვის იმ დროს. მაგრამ ის ასევე შექმნა ახალ შესაძლებლობს, ლობებს. ჟანგბადი საშუალებას იძლევა უფრო ეფექტურ მეტაბოლიზმს, რაც ნიშნავს უფრო მეტ ენერგიას, რაც ნიშნავს შესაძლებლობას უფრო რთული სტრუქტურებისა. მაგრამ შემდეგ, დაახლოებით 2 მილიარდიდან 1 მილიარდი წლის წინ, ჟანგბადის დონე დაეცა. გეოქიმიური მტკიცებულება აჩვენებს, რომ ამ პერიოდში, სწორედ იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში, ატმოსფერული ჟანგბადი იყო ბევრად უფრო დაბალი ვიდრე დღეს. შესაძლოა მხოლოდ 1% ან ნაკლები. ეს იყო საკმარისი ევკარიოტული უჯრედებისთვის. ისინი შეიძლებოდა ცხოვრობდნენ ოკეანის ზედაპირთან, სადაც ციანობაქტერიები აწარმოებდნენ ჟანგბადს. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი დიდი, მრავალუჯრედიანი ცხოველებისთვის. წარმოიდგინეთ ცხოველი, რომლის ზომა არის 1 სანტიმეტრი. ამ ცხოველს სჭირდება ჟანგბადი თითოეული უჯრედისთვის. მაგრამ ჟანგბადი უნდა დიფუზირდეს ცხოველის სხეულში. ის არ შეიძლება უბრალოდ ტელეპორტირდეს. და დიფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია ჟანგბადის კონცენტრაციაზე გარემოში. თუ ჟანგბადის დონე ძალიან დაბალია, დიფუზია ძალიან ნელია და ცხოველის შიგნითა უჯრედები უბრალოდ ვერ მიიღებენ საკმარის ჟანგბადს. ეს არის მიზეზი, რატომ ყველა ადრეული მრავალუჯრედიანი ორგანიზმები იყვნენ ბრტყელი ან თხელი. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ფორმის, რომ ჟანგბადს შეეძლოს სწრაფად მიეღწია ყველა უჯრედისთვის. მაგრამ როცა ჟანგბადის დონე გაიზარდა, დაახლოებით 650 მილიონი წლის წინ, უცბად გახდა შესაძლებელი დიდი, სქელი, რთული სხეულების არსებობა. და სწორედ ეს მოხდა კემბრიულ აფეთქებაში. მაგრამ აქ არის ახალი იდეა, რომელიც იზრდება მეცნიერულ საზოგადოებაში. შესაძლოა ჟანგბადის დონე არ იყოს სტაბილური იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში. შესაძლოა ის რკევდა, იზრდებოდა და ეცემოდა ციკლურად, დაკავშირებული გლობალურ გეოლოგიურ პროცესებთან. წარმოიდგინეთ ციკლი. ვულკანური აქტივობა იზრდება. ვულკანები ასხამენ ნახშირორ ჟანგს. პლანეტა თბება. ციანობაქტერიები, რომლებიც აწარმოებენ ჟანგბადს, ვრცელდებიან. ჟანგბადის დონე იზრდება. მაგრამ შემდეგ ვულკანური აქტივობა მცირდება. ნახშირორ ჟანგი შეიწოვება ოკეანეებში და ქვებში. პლანეტა ცივდება. ციანობაქტერიები კუმშავენ. ჟანგბადის დონე ეცემა. და ციკლი იწყება თავიდან. თითოეული ციკლი შეიძლებოდა გრძელდებოდა ათობით მილიონი წლის განმავლობაში. და თითოეულ ციკლში ცხოვრება ცდილობდა ადაპტაციას.
როცა ჟანგბადის დონე მაღალი იყო, რთული ორგანიზმები ვითარდებოდნენ. როცა ჟანგბადის დონე დაბალი იყო, ისინი კრებოდნენ. და ეს ციკლი მეორდებოდა, ათობით, შესაძლოა ასობით ჯერ იმ 1 მილიარდი წლის განმავლობაში. ეს ხსნიდა, რატომ არ ვხედავთ ფოსილიებს იმ პერიოდიდან? არა იმიტომ, რომ რთული ცხოვრება არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ის არასოდეს არსებობდა საკმარისად დიდხანს, რომ დატოვოს მდგრადი კვალი. ყოველი ჯერზე, როცა ევოლუცია იწყებდა პროგრესს რთული ფორმებისკენ, გარემო იცვლებოდა და პროგრესი წყდებოდა. აქ არის, სადაც ისტორია იღებს კოსმიურ პერსპექტივას. მოდით შევადაროთ დედამიწა ვენერას, პლანეტას, რომელიც თითქმის იდენტურია ზომით და მასით, მაგრამ რომელიც გადაიქცა ჯოჯოხეთად. ვენერას ზედაპირის ტემპერატურა არის 470 გრადუსი ცელსიუსით, საკმარისი ტყვიის დასადნობად. მისი ატმოსფერული წნევა არის 90 ჯერ უფრო მაღალი ვიდრე დედამიწაზე. მისი ატმოსფერა არის 86% ნახშირორ ჟანგი, სრული სათბური ეფექტი. არანაირი წყალი, არანაირი ცხოვრება. მხოლოდ მკვდარი, მოწამლული, გაუძლებელი სამყარო. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. გეოლოგიური მოდელები აჩვენებენ, რომ ადრეულ ვენერას შეიძლებოდა გქონოდა ოკეანეები, შეიძლებოდა გქონოდა ზომიერი კლიმატი, შეიძლებოდა ყოფილიყო ჰაბიტირებადი. მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა. შესაძლოა გლობალური ვულკანური კატასტროფა, შესაძლოა ნელი დაკარგვა წყლისა და პლანეტა შევიდა სათბურ ეფექტში, რომლიდანაც არასოდეს გამოვიდა. დედამიწა თავიდან აიცილა ამ ბედს. მაგრამ როგორ? პასუხი შეიძლება იყოს ფირფიტების ტექტონიკაში. დედამიწაზე ფირფიტები მოძრაობენ, ქმნიან ახალ ოკეანის ფსკერს, ჩაძირავენ ძველ ფსკერს მანტიაში. ეს პროცესი რეციკლირებს ნახშირორ ჟანგს, ირებს მას ატმოსფეროდან, ათავსებს ქვებში, ჩაძირავს მანტიაში და შემდეგ ხელახლა ასხამს ვულკანების მეშვეობით. ეს არის გლობალური თერმოსტატი, რომელიც ინარჩუნებს პლანეტის ტემპერატურას შედარებით სტაბილურად მილიარდობით წლების განმავლობაში. მაგრამ ვენერას არ აქვს ფირფიტების ტექტონიკა. მისი ქერქი არის ერთი მყარი ნაჭერი. ნახშირორ ჟანგი, რომელიც ამოდის ვულკანებიდან, რჩება ატმოსფეროში და ნელ-ნელა მილიონობით წლების განმავლობაში პლანეტა თფება, სანამ არ გადაიქცევა ჯოჯოხეთად. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში ფირფიტების ტექტონიკა არ ფუნქციონირებდა სწორად. შესაძლოა იმიტომ, რომ პლანეტა იყო ძალიან ცხელი. შესაძლოა იმიტომ, რომ ფირფიტები იყვნენ ძალიან სქელი. შესაძლოა იმიტომ, რომ მოხდა ტექტონიკური რესეტი, როგორც ჰოპის თეორია ამბობს. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი იყო ერთი და იგივე. პლანეტა იყო გეოლოგიურად არასტაბილური, კლიმატი რკევდა და ცხოვრება ვერ პოულობდა სტაბილურ საფუძველს ევოლუციისთვის. და შემდეგ, 650 მილიონი წლის წინ, რაღაც შეიცვალა. ფირფიტების ტექტონიკა სტაბილიზდა, ჟანგბადის დონე გაიზარდა, კლიმატი გახდა უფრო პროგნოზირებადი და ცხოვრება, რომელიც ათობით მილიონი წლის განმავლობაში ელოდა ამ მომენტს, აფეთქდა. კემბრიული აფეთქება არ იყო დასაწყისი ცხოვრებისა. ეს იყო გათავისუფლება ცხოვრებისა. ეს იყო მომენტი, როცა ყველა ის ევოლუციური ექსპერიმენტი, რომელიც მიმდინარეობდა იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში, ყველა ის ადაპტაცია, ყველა ის ინოვაცია, საბოლოოდ მიიღო შანსი რეალიზებისა. წარმოიდგინეთ ბიბლიოთეკა, რომელიც იყო დაკეტილი ათობით მილიონი წლის განმავლობაში. წიგნები იქ იყო, ათასობით წიგნი, სავსე იდეებით, ცოდნით, გამოგონებებით, მაგრამ არავის შეეძლო მათი წაკითხვა. შემდეგ უცბად კარი იხსნება და ყველა ის იდეა, რომელიც იყო დაკეტილი, ერთდროულად გამოდის. ეს არის კემბრიული აფეთქება. ტრილობიტები, არტროპოდები რთული თვალებით არ გამოჩნდნენ ნულიდან. მათი წინაპრები შესაძლოა არსებობდნენ ათობით მილიონი წლის განმავლობაში. ნელა ვითარდებოდნენ, ნელა აშენებდნენ ის გენეტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც საბოლოოდ შექმნიდა რთულ თვალებს. მაგრამ მხოლოდ როცა გარემო გახდა სტაბილური, ეს ინსტრუმენტები შეძლეს სრულად რეალიზება. ანომალოკარისები, პირველი დიდი მტაცებლები, არ იყვნენ პირველი მტაცებლები. მტაცებლობა როგორც სტრატეგია შესაძლოა შეისწავლათ კულტურამ, მაგრამ არა ადამიანებმა. მისი წარმართება შეიძლება შეესწავლათ სამყაროს დაზღვევას. როგორც გეგმა, ანომალოკარისები არ არის ადამიანების წარმოშობილი შესაძლებლობები. ეს არის ცხოვრების უფრო მეტი ერთეული, სადაც უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს გამოსავალი. გორც სტრატეგია შესაძლოა არსებობდა ბევრად უფრო ადრე, მიკროსკოპულ დონეზე. მაგრამ მხოლოდ როცა ჟანგბადის დონე გაიზარდა, გახდა შესაძლებელი დიდი სხეულების არსებობა, რაც ნიშნავდა დიდი მტაცებლების შესაძლებლობას. პიკაია, პირველი ქორდატა, ჩვენი პირდაპირი წინაპარი, არ იყო პირველი ორგანიზმი ნოტოქორდით.
ეს ძირითადი სტრუქტურა, რომელიც საბოლოოდ გადაიქცა ხერხემლად, შესაძლოა ევოლუციონირებდა ბევრად უფრო ადრე. მაგრამ მხოლოდ კემბრიულ პერიოდში ის იპოვა გარემო, სადაც შეეძლო გამოყენება სრული პოტენციალით. მოდით კიდევ ერთხელ შევკუმშოთ დრო, მაგრამ ახლა სხვა პერსპექტივით. წარმოიდგინეთ, რომ მთელი დედამიწის ისტორია არის ფილმი, რომელიც გრძელდება 24 საათს. პლანეტა ყალიბდება შუაღამისას. პირველი ცხოვრება ჩნდება დილის 4 საათზე. დიდი ჟანგბადის მოვლენა ხდება შუადრის 12 საათზე. შემდეგ შუადრის 1-დან საღამოს 9-მდე 8 საათი არის დიდი შეუსაბამობა. 8 საათი, რომის განმავლობაში ფილმი რა, კატინულია, წაშლილია, ან უბრალოდ არ ჩაიწერა. არა, ფილმი მიმდინარეობდა. მაგრამ ის იყო ისეთი ფილმი, რომელსაც არ ჰქონდა სტაბილური სიუჟეტი. წარმოიდგინეთ ფილმი, სადაც ყოველი 10 წუთი ყველაფერი იცვლება. პერსონაჟები ჩნდებიან და ქრებიან. დეკორაციები იცვლება. სიუჟეტი იწყება და წყდება. არაფერი არ გრძელდება საკმარისად დიდხანს, რომ შექმნას მდგრადი ნარატივი. და შემდეგ, საღამოს 9 საათზე, უცბად ყველაფერი სტაბილიზდება. პერსონაჟები რჩებიან, სიუჟეტი ვითარდება. და მომდევნო 3 საათის განმავლობაში, 9-დან შუაღამემდე, ჩვენ ვხედავთ მთელი ისტორიას ცხოვრების ევოლუციისა. თევზებიდან ამფიბიებამდე, რეპტილიებიდან დინოზავრებამდე, ძუძუმწოვრებიდან ადამიანებამდე. მაგრამ ის 8 საათი, ის დაკარგული დრო არ იყო ცარიელი. ის იყო სავსე მოვლენებით, ევოლუციით, ექსპერიმენტებით. უბრალოდ არაფერი არ გრძელდებოდა საკმარისად დიდხანს, რომ დატოვოს კვალი. ეს იყო ეპოქა მუდმივი დაწყებებისა და დასრულებებისა, მუდმივი აღმავლობებისა და დაცემებისა, მუდმივი შესაძლებლობებისა, რომლებიც არასოდეს რეალიზდებოდა სრულად. და აქ ჩვენ მივდივართ კითხვასთან, რომელიც ცილდება გეოლოგიას. თუ დედამიწამ დაკარგა 1 მილიარდი წელი თავისი ისტორიისა, თუ მთელი ეპოქა ევოლუციისა, ექსპერიმენტებისა, შესაძლოა ცივილიზაციებისაც კი უბრალოდ წაიშალა, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს, რომ ისტორია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ის ისტორია, რომელიც დაწერილია ქვებში, ფოსილიებში, გენებში, არის მხოლოდ ფრაგმენტი. ეს არის ის ნაწილი, რომელიც გადარჩა, მაგრამ რამდენი სხვა ნაწილი არ გადარჩა? რამდენი სხვა ევოლუციური ხე დაიწყო ზრდა და შემდეგ მოიჯრა? რამდენი სხვა ფორმა ცხოვრებისაც ცდილობდა არსებობას და შემდეგ გაქრა უკვალოდ? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ადამიანები, ჩვენი ცივილიზაცია, ჩვენი ტექნოლოგია, ვართ არა გარდაუვალი შედეგი ევოლუციისა, არამედ ერთ-ერთი შესაძლო შედეგი. ჩვენ ვართ ის ტოტი, რომელმაც მოახერხა ზრდა იმ კონკრეტულ მომენტში, როცა პირობები იყო სწორი. მაგრამ შეიძლებოდა იყოს სხვა ტოტები, სხვა მომენტები, სხვა შესაძლებლობები. ეს ნიშნავს, რომ პლანეტა, რომელზეც ვცხოვრობთ, არის არასტაბილური, მუდმივი სამყარო, არამედ დინამიური, ცვალებადი სისტემა, რომელიც გაიარა კატასტროფები, რესეტები, ტრანსფორმაციები. და ის, რომ ჩვენ აქ ვართ დღეს, არის არა გარანტია, არამედ იღბალი, შედეგი მილიარდობით წლის გეოლოგიური და ბიოლოგიური შემთხვევითობებისა. და ბოლოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მცოდნეობა პლანეტის შესახებ და შესაბამისად ჩვენი მცოდნეობა საკუთარი თავის შესახებ არის ფუნდამენტურად არასრული. ჩვენ ვკითხულობთ წიგნს, რომლის უმეტესი გვერდები ამოგლეჯილია. ჩვენ ვაგროვებთ ფაზლს, რომლის უმეტესი ნაწილები დაკარგულია. ჩვენ ვუსმენთ სიმფონიას, რომლის უმეტესი მუსიკა დაჩუმებულია. მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას, ანალიზს, აღმოჩენას. რადგან ყოველი ახალი ფრაგმენტი, ყოველი ზირკონის კრისტალი, ყოველი იზოტოპური ხელმოწერა, ყოველი გეოქიმიური ანომალია გვაძლევს ახალ ნაწილს ამბავისა. და ნელ-ნელა, ნაწილი ნაწილს, ჩვენ ვაგროვებთ სურათს იმისა, რაც მოხდა იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში. და შესაძლოა ერთ დღეს ჩვენ აღმოვაჩენთ რაღაც, რაც სრულიად შეცვლის ჩვენს გაგებას. შესაძლოა ვიპოვით ფოსილიას, რომელიც გადარჩა ყველა კატასტროფას. შესაძლოა ვიპოვით ქვას, რომელიც შეინახა ინფორმაციას, რომელსაც ვფიქრობდით, რომ დაკარგული იყო. შესაძლოა ვიპოვით მტკიცებულებას ცხოვრებისა, ან თუნდაც ცივილიზაციისა, რომელიც არსებობდა იმ დაკარგულ დროში. ან შესაძლოა არა. შესაძლოა ზოგიერთი საიდუმლო დარჩება საიდუმლოდ სამუდამოდ. მაგრამ თავად ძებნა, თავად მცდელობა გაგების არის ის, რაც გვაქცევს ადამიანებად. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც ეძებს პასუხებს. და თუნდაც პასუხები არ არსებობდეს, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ კითხვას. რადგან ბოლოს და ბოლოს დიდი შეუსაბამობა არის არა მხოლოდ გეოლოგიური ფენომენი. ეს არის მეტაფორა ადამიანის მდგომარეობისა. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ შეუსაბამობებში. ხარვეზებში ჩვენს მეხსიერებაში, ხარვეზებში ჩვენს ცოდნაშებში, ჩვენს ცოდნაში, ხარვეზებში ჩვენს გაგებაში. და ჩვენი ცხოვრება არის მუდმივი მცდელობა შევავსოთ ეს ხარვეზები, დავაკავშიროთ ფრაგმენტები, შევქნათ მნიშვნელობა იმიდან, რაც დარჩა. დედამიწამ დაკარგა 1 მილიარდი წელი.
მაგრამ ის არ დაკარგა თავისი უნარი გააგრძელოს, ადაპტირდეს, შექმნას ახალი ცხოვრება. და ჩვენ, როგორც ნაწილი ამ ცხოვრებისა, ვატარებთ იმავე სულს. ჩვენ ვართ შთამომავლები იმ ორგანიზმებისა, რომლებმაც გადარჩნენ გლობალურ გამტინვას, სუპერეროზიას, ტექტონიკურ რესეტს. ჩვენ ვართ მემკვიდრეები 4 მილიარდი წლის ევოლუციისა, რომელიც არასოდეს შეჩერებულა, თუნდაც როცა ყველა კვალი იშლებოდა. და ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. არა ის, რაც დაიკარგა, არამედ ის, რაც გადარჩა. არა ის, რაც წაიშალა, არამედ ის, რაც დარჩა. არა ის, რაც ჩვენ არ ვიცით, არამედ ის, რაც ჩვენ ვიცით და ის, რასაც ჯერ კიდევ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. მესმის, რას ფიქრობთ ახლა? 1 მილიარდი წელი უბრალოდ გაქრა, მთელი კონტინენტები წაიშალა, ეს ჟრერს როგორც შეთქმულების თეორია. ეს ჟრერს როგორც ფსევდომეცნიერება. და იცით რა, თქვენ სწორად ფიქრობთ, რომ ეჯობთ. სკეპტიციზმი არის მეცნიერების საფუძველი. როცა ჯონ უესლი პაუელმა პირველად აღწერა დიდი შეუსაბამობა 2015 წელს, მეცნიერული საზოგადოება არ დაუჯერა. როცა პოლ ჰოფმანმა შემოგთავაზა Snowball Earth თეორია 15 წლის შემდეგ, მას უწოდეს ფანტასტს. როცა ბრენდ დალზიელმა ისაუბრა სუპერეროზიაზე, მას უთხრეს, რომ ციფრები ძალიან დიდია, რომ იყოს ჭეშმარიტი. მაგრამ აქ არის, რაც განასხვავებს მეცნიერებას ფსევდომეცნიერებისგან. მეცნიერება არ ეშინია სკეპტიციზმისა. პირიქით, ის იკვებება მით. ყოველი თეორია, რომელიც დღეს მიღებულია, გაიარა 10 წლეულები კრიტიკისასა, ტესტირებისა, გადამოწმებისა. და ის თეორიები, რომლებიც გადარჩა არა იმიტომ, რომ ისინი იყო პოპულარული, არამედ იმიტომ, რომ მტკიცებულება იყო დამაჯერებელი. ასე რომ მოდით ვიყოთ სრულიად გულწრფელები. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით და რაც ჩვენ არ ვიცით. მოდით ვისაუბროთ მტკიცებულებაზე, რომელიც არსებობს და მტკიცებულებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ვეძებთ. რადგან მხოლოდ ასე, სრული გულწრფელობით, შეგვიძლია მიუახლოვდეთ ჭეშმარიტებას. პირველი, დიდი შეუსაბამობა თავად არის ფაქტი, არა თეორია. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ გრანდ კანიონში დღეს, არა ხვალ, არა მომავალ წელს, არამედ დღეს და შეეხოთ ორ ქვას, რომლებიც განსხვავდებიან 1 მილიარდ 400 მილიონი წლით. ეს არ არის ინტერპრეტაცია, ეს არ არის მოსაზრება. ეს არის გაზომვადი, გადამოწმებადი, განმეორებადი დაკვირვება. მეორე, ეს შეუსაბამობა არის გლობალური. ის არ არის მხოლოდ ამერიკაში. ის არის შოტლანდიაში, სიკარინგა კლიფსებში. ის არის ავსტრალიაში, ფლინდერსის ქედებში. ის არის ჰიმალაებში, ბუტანის მთებში. ის არის ანტარქტიდაში, ტრანსანტარქტიკულ მთებში. ის არის აფრიკაში, ნამიბიის უდაბნოში. ყველა ამ ადგილას, სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა გეონტეოლოგიურ კონტექსტში, ჩვენ ხედავთ ერთსა და იმავეს. ძველი ქვები პირდაპირ ეხება ბევრად უფრო ახალგაზრდა ქვებს, შუაში არანაირი გარდამავალი ფენის გარეშე. მესამე, დათარიღება არის ზუსტი. როცა გეოლოგები ამბობენ, რომ ქვა არის 2 მილიარდი წლის, ისინი არ გამოთქვამენ მოსაზრებას. ისინი იყენებენ რადიომეტრულ დათარიღებას, მეთოდს, რომელიც ეფუძნება ატომების რადიოაქტიურ დაშლას. ურანი იშლება ტყვიად ცნობილი სიჩქარით, გალიუმი იშლება არგონად ცნობილი სიჩქარით, რუბიდიუმი იშლება სტრონციუმად ცნობილი სიჩქობილი სიჩქარით. ეს სიჩქარეები არ იცვლება. ისინი არ დამოკიდებულია ტემპერატურაზე, წნევაზე, ქიმიურ გარემოზე. ისინი არის ფუნდამენტური ფიზიკური კონსტანტები. და როცა ჩვენ ზომავთ ამ იზოტოპებს ქვებში, არა ერთ ქვაში, არა 10 ქვაში, არამედ 1000-ობით ქვაში მთელი მსოფლიოდან, ყველა ისინი გვიჩვენებენ ერთსა და იმავეს. ქვები ქვემოთ არის 2 მილიარდიდან 1 მილიარდ 200 მილიონ წლამდე. ქვები ზემოთ არის 650-დან 540 მილიონ წლამდე. შუაში თითქმის არაფერი. მაგრამ აქ არის, სადაც ისტორია ხდება კიდევ უფრო საინტერესო. ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2021-დან 2026-მდე, გამოქვეყნდა ახალი კვლევები, რომლებიც ამატებენ ახალ ფენებს ჩვენს გაგებას. 2023 წელს ტოკიოს უნივერსიტეტში გეოქიმიკოსმა იუკი მორიამ გააანალიზა ზირკონის კრისტალები ჩინეთიდან, კონკრეტულად იანგცეს ხეობიდან. ეს კრისტალები იყო განსაკუთრებული. ისინი იყვნენ ძალიან პატარა, მხოლოდ 30 მიკრონი დიამეტრში, მაგრამ ისინი შეიცავდნენ უჩვეულოდ მაღალ კონცენტრაციას ჰაფნიუმისა და ურანის. ეს ნიშნავდა, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ძალიან სპეციფიკურ პირობებში, მაღალ ტემპერატურაზე, მაღალ წნევაზე, ღრმად დედამიწის ქერქში. მორიამ დაათარიღა ეს კრისტალები. შედეგი: 1 მილიარდ 100 მილიონი წელი. ზუსტად შუაში დიდი შეუსაბამობისა. მაგრამ აქ იყო რაღაც კიდევ უფრო საინტერესო. კრისტალების ქიმიური შემადგენლობა აჩვენებდა, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ არა ზედაპირზე,
არამედ ღრმად, დაახლოებით 30 კილომეტრის სიღრმეზე. ეს ნიშნავდა, რომ იმ დროს, როცა ზედაპირი შესაძლოა განადგურდებოდა ეროზიით, ქვემოთ, ღრმად, გეოლოგიური პროცესები გრძელდებოდა ნორმალურად. 2024 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში გეოფიზიკოსმა რეიჩელ ვუდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც გააანალიზა სეისმური ტალღები, რომლებიც გადის დედამიწის შიგნით მიწისძვრების დროს. ეს ტალღები მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით სხვადასხვა მასალებში და ამ სიჩქარეების გაზომვით მეცნიერებს შეუძლიათ დაინახონ, რა არის დედამიწის შიგნით, მანამდე არ გათხრიან. ვუდმა იპოვა რაღაც უჩვეულო. ღრმად მანტიაში, დაახლოებით 600 კილომეტრის სიღრმეზე, არის ზონები, სადაც სეისმური ტალღები მოძრაობენ ოდნავ უფრო ნელა, ვიდრე მოსალოდნელია. ეს ნიშნავს, რომ იქ მასალა არის ოდნავ უფრო ცხელი ან ოდნავ სხვა შემადგენლობისა. და როცა ვუდმა გააანალიზა ამ ზონების განაწილება, მან აღმოაჩინა ნიმუში. ისინი შეესაბამებიან ადგილებს, სადაც დიდი შეუსაბამობა არის ყველაზე გამოხატული ზედაპირზე. ვუდის ინტერპრეტაცია. ეს ზონები არის ნამსხვრევები ძველი კონტინენტური ქერქისა, რომელიც ჩაიძირა მანტიაში დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ. სხვა სიტყვებით, ის ქვები, რომლებიც გაქრა ზედაპირიდან, არ განადგურდა. ისინი უბრალოდ გადავიდნენ სხვა ადგილას, ღრმად პლანეტის შიგნით. და ისინი ჯერ კიდევ იქ არიან, 600 კილომეტრის სიღრმეზე, როგორც მოწმეები იმ დაკარგული დროისა. 2025 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გეობიოლოგმა დევიდ კატლინგმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. მან შექმნა კომპიუტერული მოდელი. არა მარტივი მოდელი, არამედ ყველაზე რთული მოდელი, რომელიც ოდესმე შეიქმნა დედამიწის კლიმატისა და გეოლოგიის სიმულაციისთვის. ეს მოდელი მოიცავდა ყველაფერს: ატმოსფერულ ქიმიას, ოკეანის ცირკულაციას, ფირფიტების ტექტონიკას, ვულკანურ აქტივობას, ბიოლოგიურ პროცესებს. და მან გაუშვა ეს მოდელი უკან დროში, 2 მილიარდი წლის წინ და უკურა რა მოხდებოდა. შედეგები იყო შოკის მონგრელი. მოდელმა აჩვენა, რომ დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონიდან 780 მილიონ წლამდე დედამიწა იყო არა სტაბილურ მდგომარეობაში, არამედ ოსცილირებად მდგომარეობაში. პლანეტა რკევდა ორ ექსტრემალურ რეჟიმს შორის: ცხელი სახლი და ყინულის სახლი. ცხელი სახლის რეჟიმში ვულკანური აქტივობა იყო მაღალი. ნახშირორჟანგი გროვდებოდა ატმოსფეროში. პლანეტა თბებოდა. ტემპერატურა შეიძლებოდა აღწევდა 50 გრადუს ცელსიუსით, საკმარისი იმისთვის, რომ ოკეანეების ზედაპირი იყოს თითქმის ადუღებული. ამ პირობებში ეროზია იყო ექსტრემალური. წვიმა იყო მუდმივი და ძლიერი. მდინარეები ათხრევდნენ ქვებს უპრეცედენტო სიჩქარით. შემდეგ ვულკანური აქტივობა მცირდებოდა. ნახშირორჟანგი შეიწოვებოდა ოკეანეებში და ქვებში. პლანეტა ცივდებოდა. და როცა ტემპერატურა ეცემოდა გარკვეულ ზღვარს ქვემოთ, პლანეტა შედიოდა ყინულის სახლის რეჟიმში. ყინული იწყებდა ფორმირებას პოლუსებზე. ყინული ასახავდა მზის სხივებს. პლანეტა ცივდებოდა კიდევ უფრო მეტად. ყინული ვრცელდებოდა. და საბოლოოდ, თუ პირობები იყო სწორი, მთელი პლანეტა შეიძლებოდა გატინულიყო. მაგრამ აქ არის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ციკლები არ იყო სტაბილური. ისინი არ იყო პროგნოზირებადი. პატარა ცვლილება ერთ პარამეტრში, ოდნავ მეტი ვულკანური აქტივობა, ოდნავ ნაკლები ღრუბლიანობა, შეიძლებოდა გადაეყენებინა პლანეტა ერთი რეჟიმიდან მეორეში. და ეს გადასვლები შეიძლებოდა მომხდარიყო სწრაფად, გეოლოგიურად სწრაფად, აფად, 1000 წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა ეს ცხოვრებისთვის. წარმოიდგინეთ ეკოსისტემა, რომელიც ადაპტირებულია თბილ პირობებზე. ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ოკეანის ზედაპირთან, იკვებებიან მზის სხივით, აწარმოებენ ჟანგბადს. შემდეგ 1000 წლის განმავლობაში, რაც არის მომენტი ევოლუციური მასშტაბით, პლანეტა გადადის ყინულის სახლის რეჟიმში. ოკეანე იყინება, მზის სხივი ქრება, ჟანგბადის წარმოება წყდება და მთელი ეკოსისტემა იშლება. მაგრამ ცხოვრება არ კვდება. ის მიდის ღრმა წყლებში, ჰიდროთერმულ წყაროებთან, სადაც პირობები რჩება სტაბილური. იქ ის ელოდება 10 მილიონი წელი, 20 მილიონი წელი, 40 მილიონი წელი. სანამ პლანეტა არ გადადის უკან, ცხელი სახლის რეჟიმში. ყინული დნება, მზის სხივი უბრუნდება და ცხოვრება ხელახლა ვრცელდება ზედაპირზე. მაგრამ ახლა ის არის ოდნავ სხვა. ის გაიარა ათობით მილიონი წლის ევოლუცია ექსტრემალურ პირობებში. ის შეიძინა ახალი ადაპტაციები, ახალი სტრატეგიები. და როცა ის უბრუნდება ზედაპირს, ის არის უფრო რთული, უფრო მრავალფეროვანი, უფრო მზად შემდეგი გამოწვევისთვის. კატლინგის მოდელმა აჩვენა, რომ ეს ციკლი შეიძლებოდა განმეორებულიყო 10 ჯერ, 20 ჯერ, შესაძლოა 40 ჯერ,
იმ 1 მილიარდი წლის განმავლობაში. ყოველი ციკლი ახალი დაწყება, ახალი ევოლუცია, ახალი კატასტროფა. და ყოველი ციკლი წაშლიდა კვალს წინა ციკლისა. მაგრამ აქ არის რაც ნამდვილად შოკის მონგრელია. 2026 წელს, სწორედ ამ წელს, გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ გადაჭრას საიდუმლოდ. კემბრიჯის უნივერსიტეტში გეოლოგმა ემილი პოპმა აღმოაჩინა რაღაც, რაც არავის არ უნახავს ადრე. მან იმუშავა გრენლანდიაში, ისაა ფიორდის რეგიონში, ერთ-ერთ ყველაზე დისტანციულ და ყველაზე ძველ გეოლოგიურ ფორმაციაში დედამიწაზე. იქ, ყინულის ქვეშ, მან იპოვა ქვების ფენა, რომელიც არავის არ შეუსწავლია ადრე. ეს ქვები იყო მეტამორფული. ისინი გაიარეს ექსტრემალური წნევა და ტემპერატურა. მაგრამ როცა პოპმა გააანალიზა მათი მინერალოგიური შემადგენლობა, მან იპოვა რაღაც უჩვეულო. მიკროსკოპული ჩანახტები. პატარა ბუშტუკების სითხისა, რომლებიც იყო დალუქული ქვაში მილიარდობით წლის წინ. ეს ჩანართები არის როგორც დროის კაფსულები. ისინი ინახავენ ნიმუშს იმ სითხისა, რომელიც არსებობდა როცა ქვა ყალიბდებოდა. და ამ სითხის ანალიზით მეცნიერებს შეუძლიათ გაიგონ, რა იყო ატმოსფერული და ოკეანური ქიმია იმ დროს. პოპმა გახსნა ეს ჩანართები. პროცესი, რომელიც მოითხოვს ექსტრემალურ სიფრთხილეს და სპეციალურ აღჭურვილობას. და იპოვა რაღაც, რაც არავინ არ მოელოდა. ორგანული მოლეკულები. კონკრეტულად ლიპიდები, ცხიმოვანი მოლეკულები, რომლებიც წარმოიქმნება მხოლოდ ცოცხალი უჯრედების მიერ. მაგრამ აქ იყო რაც ნამდვილად შოკის მონგრელი. ეს ლიპიდები არ იყო მარტივი. ისინი იყო რთული, ისეთი ტიპის ლიპიდები, რომლებიც დამახასიათებელია ევკარიოტული უჯრედებისთვის. და უფრო მეტიც, ზიგიერთი ამ ლიპიდებისა ჰქონდა სტრუქტურა, რომელიც დღეს გვხვდება მხოლოდ მრავალუჯრედიან ორგანიზმებში. კონკრეტულად ორგანიზმებში, რომლებსაც აქვთ სპეციალიზებული უჯრედები სხვადასხვა ფუნქციებისთვის. პოპმა დაათარიღა ეს ქვები. შედეგი: 1 მილიარდ 100 მილიონი წელი. ზუსტად შუაში დიდი შეუსაბამობისა. და ეს ნიშნავდა რაღაც რევოლუციურს. მრავალუჯრედიანი ცხოვრება, რთული, სპეციალიზებული, ორგანიზებული ცხოვრება, ორება, არსებობდა ბევრად უფრო ადრე ვიდრე ვფიქრობდით. არა 650 მილიონი წლის წინ კემბრიულ აფეთქებაში, არამედ 1 მილიარდ 100 მილიონი წლის წინ, 510 მილიონი წლით ადრე. ეს აღმოჩენა ჯერ კიდევ არის ახალი. ის ჯერ კიდევ არის დისკუსიის ქვეშ. სხვა მეცნიერები ამოწმებენ შედეგებს, ცდილობენ გაიმეორონ ექსპერიმენტი, ეძებენ ალტერნატიულ ახსნებს. მაგრამ თუ ეს დადასტურდება, თუ ეს მტკიცებულება გაძლებს სკეპტიციზმს, ეს შეცვლის ყველაფერს. რადგან აქ არის რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუ მრავალუჯრედიანი ცხოვრება არსებობდა 1 მილიარდ 100 მილიონი წლის წინ, ეს ნიშნავს, რომ ევოლუციას ჰქონდა 510 მილიონი წელი. 510 მილიონი წელი. რომ ექსპერიმენტირება გაეკეთებინა რთული ფორმებით მანამდე, სანამ კემბრიული აფეთქება მოხდება. 510 მილიონი წელი. ეს არის იმდენივე დრო, რამდენიც გავიდა კემბრიული აფეთქებიდან დღემდე. ეს არის დრო, რომელშიც ცხოვრება გადავიდა პირველი თევზებიდან ადამიანებამდე. ეს არის დრო, რომელშიც ევოლუციამ შექმნა თვალები, ტვინი, ფრთები, ფეხები, ხელები, ენა, ცნობიერება. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი, ან რაღაც მსგავსი, უკვე მოხდა ერთხელ. 1 მილიარდ 100 მილიონი წლის წინ. და შემდეგ წაიშალა. არა იმიტომ, რომ ევოლუცია ვერ შეძლო, არამედ იმიტომ, რომ პლანეტა არ იყო მზად. პირობები არ იყო სტაბილური. და ყოველი ჯერზე, როცა ცხოვრება ცდილობდა რაღაც დიდის აშენებას, პლანეტა ანადგურებდა მას და აიჯულებდა დაწყებას თავიდან. ეს არის ტრაგედია კოსმიური მასშტაბისა. წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, არა ადამიანის ცივილიზაცია, არამედ რაღაც სხვა, რაღაც უცხო, რომელიც ცდილობს აშენოს, შექმნას, გაიგოს სამყარო. და ყოველი ჯერზე, როცა ის მიაღწევს გარკვეულ დონეს, პლანეტა გადადის ახალ რეჟიმში. ოკეანე იყინება, ან ოკეანე ადუღდება, ან კონტინენტები იშლებიან, ან ვულკანები ფეთქდებიან. და ყველაფერი რაც აშენდა, ნადგურდება. მაგრამ ცხოვრება არ ნებდება. ის გადადის ღრმა წყლებში, ის ელოდება, ის ადაპტირდება. და როცა პირობები უმჯობესდება, ის ცდილობს ხელახლა, და ხელახლა, და ხელახლა. 10-ჯერ, 20-ჯერ, 40-ჯერ. იმ 1 მილიარდი წლის განმავლობაში. და ყოველი ჯერზე ის ხდება ოდნავ უკეთესი, ოდნავ უფრო ადაპტირებული, ოდნავ უფრო მზად. სანამ საბოლოოდ 650 მილიონი წლის წინ პლანეტა არ სტაბილიზდება. და ცხოვრება, რომელმაც გაიარა 510 მილიონი წლის ტრენინგი ექსტრემალურ პირობებში, საბოლოოდ მიიღებს თავის შანსს. ეს არის კემბრიული აფეთქება, არა დასაწყისი, არამედ გამარჯვება. გამარჯვება ცხოვრებისა პლანეტაზე, რომელიც ცდილობდა მის განადგურებას 1 მილიარდი წლის განმავლობაში.
და ახლა 2026 წელს ჩვენ ადამიანები ვდგავართ იმავე პლანეტაზე და ვცდილობთ გავიგოთ ეს ისტორია. ჩვენ ვთხრით ღრმად ყინულში გრენლანდიაში. ჩვენ ვაანალიზებთ ზირკონის კრისტალებს ჩინეთიდან. ჩვენ ვზომავთ სეისმურ ტალღებს, რომლებიც გადის მანტიაში. ჩვენ ვქნით კომპიუტერულ მოდელებს, რომლებიც სიმულირებენ მილიარდობით წლის კლიმატს და ნელ-ნელა ნაწილი ნაწილს ჩვენ ვაგროვებთ სურათს. სურათს პლანეტისა, რომელიც გაიარა კატასტროფები, რომლებიც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. სურათს ცხოვრებისა, რომელიც გადარჩა იმას, რაც არ უნდა გადარჩენოდა. სურათს ევოლუციისა, რომელიც არასოდეს შეჩერებულა, თუნდაც როცა ყველა კვალი იშლებოდა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიწყებთ გაგებას რაღაც უფრო ღრმას. ჩვენ ვიწყებთ გაგებას, რომ დედამიწა არ არის უბრალოდ ქვა, რომელიც ტრიალებს კოსმოსში. ეს არის ცოცხალი სისტემა. სისტემა, რომელიც აქვს ისტორია, მეხსიერება, პიროვნება. სისტემა, რომელიც გაიარა ტრანსფორმაციები, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ. და ეს გაგება გვაძლევს ახალ პერსპექტივას ჩვენ საკუთარ ადგილზე ამ პლანეტაზე. ჩვენ არ ვართ უბრალოდ სახეობა, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე. ჩვენ ვართ ნაწილი 4 მილიარდი წლის ისტორიისა. ისტორიისა, რომელიც მოიცავს კატასტროფებს, გადარჩენას, ადაპტაციას, ევოლუციას. ჩვენ ვართ მემკვიდრეები ყველა იმ ორგანიზმისა, რომლებმაც გადარჩნენ გლობალურ გამყინვას, სუპერეროზიას, ტექტონიკურ რესეტს. და ეს მემკვიდრეობა გვაკისრებს პასუხისმგებლობას. რადგან ახლა, პირველად პლანეტის ისტორიაში, არსებობს სახეობა, ჩვენ, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ გადარჩენა კატასტროფებისა, არამედ მათი პრევენცია. რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ადაპტირება გარემოსთან, არამედ გარემოს შეცვლა. რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ცხოვრება პლანეტაზე, არამედ პლანეტის დაცვა. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა მოდის ცოდნასთან ერთად. და ცოდნა მოდის გაგებასთან ერთად. და გაგება მოდის კვლევასთან ერთად. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ თხრას, ანალიზს, გაზომვას, მოდელირებას. რადგან ყოველი ახალი აღმოჩენა, ყოველი ახალი ფრაგმენტი იმ დაკარგული 1 მილიარდი წლისა გვაძლევს უკეთეს გაგებას იმისა, ვინ ვართ, საიდან მოვედით და სად მივდივართ. დიდი შეუსაბამობა არის უდიდესი საიდუმლო დედამიწის ისტორიაში. მაგრამ ის ასევე არის უდიდესი გაკვეთილი. ის გვასწავლის, რომ პლანეტები არ არის სტატიკური. ის გვასწავლის, რომ ცხოვრება არის უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ის გვასწავლის, რომ ისტორია არის არაც რფივი პროგრესი, არამედ რთული, ხშირად ტრაგიკული, მაგრამ საბოლოოდ ტრიუმფალური მოგზაურობა. და ის გვასწავლის რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს, რომ თუნდაც როცა ყველაფერი იშლება, როცა კონტინენტები ნადგურდება, როცა ოკეანეები იყინება, როცა მთელი ეპოქები იშლება, ცხოვრება პოულობს გზას. ის ელოდება, ის ადაპტირდება, ის გრძელდება. და ჩვენ, როგორც ნაწილი ამ ცხოვრებისა, ვატარებთ იმავე სულს. ჩვენ ვართ შთამომავლები გადარჩენილთა. ჩვენ ვართ მემკვიდრეები მილიარდობით წლის ევოლუციისა. და ჩვენში, ჩვენს გენებში, ჩვენს უჯრედებში, ჩვენს ცნობიერებაში ინახება მეხსიერება იმ ყველა კატასტროფისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადარჩნენ. ეს მეხსიერება არის ჩვენი ძალა. ეს არის ჩვენი იმედი და ეს არის ჩვენი მომავალი. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც რჩება ჰაერში, როგორც ეხო კანიონში. თუ 1 მილიარდი წელი შეიძლება უბრალოდ გაქრეს, თუ მთელი ეპოქა ევოლუციისა, შესაძლოა ცივილიზაციებისაც კი, შეიძლება წაიშალოს ისე, თითქოს არასოდეს არსებობდა. რას ნიშნავს ეს იმის შესახებ, თუ რა არის რეალური? ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალობა არის ის, რაც ჩვენ ვხედავთ, ვეხებით, ვზომავთ. მაგრამ დიდი შეუსაბამობა გვასწავლის სხვა გაკვეთილს. რეალობა არის ის, რაც გადარჩა. არა ის, რაც მოხდა, არამედ ის, რაც დატოვა კვალს. და ეს ორი რამ არ არის ერთი და იგივე. წარმოიდგინეთ ფოტოგრაფი, რომელიც ცდილობს დააფიქსიროს ქარიშხალი. მას შეუძლია დააფიქსიროს მხოლოდ მომენტები, ელვა აქ, ტალღა იქ, ხე, რომელიც იხრება. მაგრამ თავად ქარიშხალი, მისი ძალა, მისი მოძრაობა, მისი ქაოსი არ ჩაიწერება. ის რჩება მხოლოდ შედეგებში, დანგრეული სახლები, ამოძირკული ხეები, შეცვლილი პეიზაჟი. დედამიწის ისტორია არის ასეთი ფოტოალბომი. ჩვენ ხედავთ მომენტებს, ქვებს, რომლებიც გადარჩნენ. მაგრამ თავად ქარიშხალი, ის 1 მილიარდი წელი გეოლოგიური და ბიოლოგიური ქოგიური ქაოსისა არ ჩაიწერა. ის რჩება მხოლოდ შედეგებში. ცარიელი სივრცე ორ ქვას შორის, იზოტოპური ანომალიები, ზირკონის კრისტალები, რომლებიც ინახავენ ფრაგმენტებს. და აქ იწყება ფილოსოფია. მოდით ვიყოთ სრულიად გულწრფელები იმის შესახებ, რაც ჩვენ არ ვიცით. რადგან სამეცნიერო გულწრფელობა არ არის სისუსტე, ეს არის ძალა.
ჩვენ არ ვიცით, რამდენი ცხოვრება არსებობდა იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში. ემილი პოპის აღმოჩენა, ის ორგანული მოლეკულები გრენლანდიის ყინულში, გვაძლევს მინიშნებას, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი წერტილი მონაცემთა. ერთი ფანჯარა 1 მილიარდ წელში. ეს არის როგორც ვცდილობდეთ გაეგოთ ოკეანე ერთი წვეთი წყლის გაანალიზებით. შესაძლოა იმ დროს არსებობდა მთელი ეკოსისტემები. რთული, მრავალფეროვანი, შესაძლოა თუნდაც ინტელექტუალური, რომლებიც არასოდეს დატოვეს კვალს. არა იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ რეალური, არამედ იმიტომ, რომ პირობები მათი შენარჩუნებისთვის არ იყო სწორი. ჩვენ არ ვიცით, რამდენჯერ მოხდა ის, რასაც ჩვენ უწოდებთ კემბრიულ აფეთქებას. დევიდ კატლინგის მოდელი გვთავაზობს, რომ შესაძლოა ეს მოხდა 10-ჯერ, 20-ჯერ, 40-ჯერ. მაგრამ ეს არის მოდელი, მათემატიკური სიმულაცია, არა პირდაპირი დაკვირვება. შესაძლოა რეალობა იყო უფრო რთული. შესაძლოა ყოველი აფეთქება იყო განსხვავებული. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი მიაღწია დონეებს, რომლებსაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. ჩვენ არ ვიცით, რა როლი ითამაშა ჟანგბადმა. ჩვენ ვიცით, რომ ჟანგბადის დონე რყევდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს რყევები იყო დაკავშირებული გეოლოგიურ პროცესებთან. მაგრამ ზუსტი მექანიზმი, როგორ ზუსტად აკონტროლებდა ფირფიტების ტექტონიკა ატმოსფერულ ქიმიას, როგორ ზუსტად რეაგირებდა ცხოვრება ამ ცვლილებებზე, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არის ჰიპოთეზა. განათლებული ჰიპოთეზა, მტკიცებულებით მხარდაჭერილი, მაგრამ მაინც ჰიპოთეზა. პოთეზა. ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა სხვა ფაქტორები, რომლებზეც ჩვენ ჯერ არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ, შესაძლოა კოსმიური რადიაცია, შესაძლოა მაგნიტური ველის რყევები, შესაძლოა ასტეროიდების დაბომბვა, შესაძლოა რაღაც, რაც ჩვენ ჯერ არ აღმოვაჩინეთ, რადგან ჩვენ არ ვიცით, რას ვეძებთ. და ბოლოს, ყველაზე დიდი კითხვა. ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა ცნობიერება. იყო თუ არა ორგანიზმები, რომლებსაც ჰქონდათ რაღაც, რასაც ჩვენ დავარქმევდით გონებას, აზროვნებას, თვითშეგნებას. ემილი პოპის ორგანული მოლეკულები გვიჩვენებენ რთულ უჯრედებს, მაგრამ რთული უჯრედები არ არის იგივე, რაც რთული ტვინი. და რთული ტვინი არ არის იგივე, რაც ცნობიერება. შესაძლოა, და ეს არის სპეკულაცია, მაგრამ სპეკულაცია, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებას, შესაძლოა იმ დაკარგულ 1 მილიარდ წელში არსებობდა არსებები, რომლებიც განიცდიდნენ სამყაროს, რომლებსაც ჰქონდათ რაღაც მსგავსი იმისა, რასაც ჩვენ უწოდებთ გამოცდილებას. და შემდეგ ისინი გაქრმენ, არა მხოლოდ მათი სხეულები, არამედ მათი გამოცდილება, მათი სამყარო უგვალოდ. ეს არის ის, რაც ჩვენ არ ვიცით. და ეს არის ის, რაც ხდის დიდ შეუსაბამობას არა მხოლოდ გეოლოგიურ საიდუმლოდ, არამედ ფილოსოფიურ დამოწევად. მაგრამ შესაძლოა ჩვენ ვეძებთ პასუხებს არასწორ ადგილას. შესაძლოა დიდი შეუსაბამობა არ არის ანომალია, არამედ ნორმა. დაფიქრდით ადამიანის მეხსიერებაზე. თქვენ ახვენ ახსოვთ თქვენი ბავშვობის მომენტები, ფრაგმენტები, სურათები, გრძნობები, მაგრამ უმეტესი დრო, უმეტესი თქვენი ცხოვრება არ ინახება. არა იმიტომ, რომ ის არ მოხდა, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ტვინი არ შეინახა ყველაფერი. ის შეინახა მხოლოდ ის, რაც იყო მნიშვნელოვანი, ემოციური, უნიკალური. დანარჩენი, ჩვეულებრივი დღეები, განმეორებადი რუტინა, უმნიშვნელო დეტალები, უბრალოდ გაქრა. და ეხლა, როცა თქვენ ცდილობთ აღადგინოთ თქვენი წარსული, თქვენ აგროვებთ მას ფრაგმენტებიდან, ფოტოებიდან, ისტორიებიდან, რომლებიც სხვებმა მოგიყვეს, ობიექტებიდან, რომლებიც გადარჩა. დედამიწა აკეთებს იგივეს. პლანეტა არ ინახავს ყველაფერს. ის ინახავს მხოლოდ ის, რაც გადარჩა. ქვებს, რომლებიც იყო საკმარისად მყარი, საკმარისად ღრმა, საკმარისად იღბლიანი, რომ არ განადგურებულიყო. დანარჩენი, ჩვეულებრივი დღეები, განმეორებადი ციკლები, უმნიშვნელო ეპოქები, უბრალოდ გაქრა. და ეხლა ჩვენ, გეოლოგები, პალეონტოლოგები, გეოქიმიკოსები, ვცდილობთ აღვადგინოთ პლანეტის წარსული ფრაგმენტებიდან, ზირკონის კრისტალებიდან, იზოტოპური ხელმოწერებიდან, სეისმური ტალღებიდან. ჩვენ ვართ როგორც ფსიქოლოგები, რომლებიც ცდილობენ გაიგონ პაციენტი, რომელსაც აქვს ამნეზია. მაგრამ აქ არის განსხვავება. ადამიანის ამნეზია ჩვეულებრივ არის პათოლოგია. დედამიწის ამნეზია შესაძლოა იყოს ნორმალური ფუნქციონირება. შესაძლოა პლანეტები, ყველა პლანეტა, გადიან ციკლებს, სადაც ისინი წაშლიან თავიანთ წარსულს და იწყებენ თავიდან. არა იმიტომ, რომ რაღაც არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გზა, როგორ ფუნქციონირებენ გეოლოგიურად აქტიური სამყაროები. და ეს გვიყვანს კითხვასთან, რომელიც სცილდება დედამიწას. თუ ეს მოხდა აქ, მოხდა თუ არა ეს სხვაგან. ჩვენ ვიცით, რომ ეგზოპლანეტები, პლანეტები სხვა ვარსკვლავების გარშემო, არის გავრცელებული. ჩვენ აღმოვაჩინეთ ათასობით მათგანი. ზოგიერთი მათგანი არის ჰაბიტირებად ზონაში, არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი, სადაც თხევადი წყალი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჰაბიტირებადი არ ნიშნავს სტაბილურს.
პლანეტა შეიძლება იყოს სწორ მანძილზე თავისი ვარსკვლავიდან, მაგრამ მაინც გადიოდეს ექსტრემალურ ციკლებს, გლობალურ გამყინვებს, სუპერეროზიას, ტექტონიკურ რესეტებს. და თუ ეს ასეა, მაშინ ცხოვრება იმ პლანეტებზე, თუ ის არსებობს, შესაძლოა გადის იგივე ციკლს. დაწყება, ევოლუცია, კატასტროფა, წაშლა, დაწყება თავიდან. წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, არა ადამიანის ცივილიზაცია, არამედ რაღაც სხვა, რომელიც ვითარდება პლანეტაზე, რომელიც გადის ასეთ ციკლებს. ეს ცივილიზაცია აშენებს ქალაქებს, ქმნის ტექნოლოგიას, იწყებს გაგებას სამყაროს. მაგრამ შემდეგ პლანეტა გადადის ახალ რეჟიმში. ოკეანე იყინება, ან ვულკანები ფეთქდებიან, ან კონტინენტები იშლებიან. და ყველაფერი, ქალაქები, ტექნოლოგია, ცოდნა, ნადგურდება. მილიონი წლის შემდეგ, რაც არის მომენტი გეოლოგიურად, არანაირი კვალი არ რჩება, არანაირი ნანგრევები, არანაირი არტეფაქტები. მხოლოდ ქვები, რომლებიც არაფერს არ ამბობენ იმის შესახებ, რაც ოდესღაც იყო. და შემდეგ, როცა პლანეტა სტაბილიზდება, ცხოვრება იწყებს თავიდან. ახალი ევოლუცია, ახალი სახეობები, შესაძლოა ახალი ცივილიზაცია, რომელიც არასოდეს გაიგებს, რომ ისინი არ არიან პირველები. ეს არის ის, რასაც ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს სილურიან ჰიპოთეზას. იდეას, რომ ინდუსტრიული ცივილიზაცია შეიძლება არსებობდა დედამიწაზე მილიონობით წლის წინ და ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ, რადგან ყველა კვალი წაიშალა. ეს ჟღერს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა და უმეტესწილად ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ დიდი შეუსაბამობა გვასწავლის, რომ ეს არ არის შეუძლებელი. რადგან თუ 1 მილიარდი წელი შეიძლება წაიშალოს, თუ მთელი ეპოქა რთული ცხოვრებისა შეიძლება გაქრეს უკვალოდ, მაშინ ჩვენი დაშვება, რომ ჩვენ ვიცით დედამიწის სრული ისტორია, არის არა ცოდნა, არამედ ნდობა. ნდობა იმისა, რომ ის, რაც გადარჩა, არის ის, რაც მოხდა. მაგრამ შესაძლოა ეს არ არის ასე. გახსოვთ როგორ დავიწყეთ. ფოტოალბომით, რომელშიც გაქრა 10 წელი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საბოლოოდ იპოვეთ ის ფოტოები. არა ყველა, მხოლოდ რამდენიმე. ერთი ფოტო აქ, ერთი ფოტო იქ, საკმარისი რომ მიიღოთ მინიშნება იმისა, რაც მოხდა იმ დაკარგულ წლებში. მაგრამ როცა თქვენ უყურებთ ამ ფოტოებს, თქვენ აღმოაჩენთ რაღაც უჩვეულოს. ადამიანები იმ ფოტოებში, ისინი არიან თქვენ, მაგრამ არა თქვენ, რომელსაც ახსოვთ. ისინი არიან სხვა. არიან სხვა, უფრო ახალგაზრდა, ან უფრო მოხუცი, ან უბრალოდ განსხვავებული. თითქოს იმ დაკარგულ წლებში თქვენ იყავით ვიღაც სხვა. და შემდეგ, როცა მეხსიერება დაბრუნდა, თქვენ გახდით ისევ თქვენ, მაგრამ შეცვლილი იმ გამოცდილებით, რომელიც აღარ გახსოვთ. ეს არის დედამიწა. პლანეტა, რომელსაც აქვს დაკარგული 1 მილიარდი წელი. მაგრამ ის არ არის იგივე პლანეტა მანამდე და შემდეგ. რაღაც მოხდა იმ დაკარგულ დროში, რაღაც, რამაც შეცვალა პლანეტა ფუნდამენტურად. და ეხლა ჩვენ ცხოვრობთ შედეგებში იმ ცვლილებისა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. შესაძლოა ის ცვლილება იყო გეოლოგიური. ფირფიტების ტექტონიკის სტაბილიზაცია, რომელმაც შექმნა პირობები გრძელვადიანი ევოლუციისთვის. შესაძლოა ის იყო ქიმიური, ჟანგბადის დონის ზრდა, რომელმაც შექმნა შესაძლებლობა რთული ცხოვრებისთვის. შესაძლოა ის იყო ბიოლოგიური, გენეტიკური ინოვაციები, რომლებიც მოხდა იმ ციკლების დროს და რომლებიც საბოლოოდ გამოიყენა კემბრიულ აფეთქებაში. ან შესაძლოა ის იყო რაღაც, რაზეც ჩვენ ჯერ არ ვფიქრობთ. რაღაც, რაც ჩვენ აღმოაჩენთ მხოლოდ მაშინ, როცა ვიპოვით კიდევ ერთ ფრაგმენტს იმ დაკარგული დროისა. და ახლა ჩვენ ვბრუნდებით იმ კითხვაზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ 2026 წელს, პლანეტაზე, რომელმაც დაკარგა 1 მილიარდი წელი თავისი ისტორიისა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არსებობა, ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ, ყველაფერი, რაც ჩვენ შევქმენით, არის არა გარდაუვალობა, არამედ შემთხვევითობა. ჩვენ ვართ აქ არა იმიტომ, რომ ევოლუცია აუცილებლად უნდა მიგვიყვანდა აქამდე, არამედ იმიტომ, რომ პლანეტა საბოლოოდ სტაბილიზდა. იმიტომ, რომ ჟანგბადის დონე გაიზარდა. იმიტომ, რომ ფირფიტების ტექტონიკა დაიწყო მუშაობა გარკვეულ გზაზე. იმიტომ, რომ 1000 პატარა და დიდი შემთხვევითობა მოხდა სწორი თანმიმდევრობით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელო. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ იშვიათი. ჩვენ ვართ შედეგი 4 მილიარდი წლის ექსპერიმენტისა. ექსპერიმენტისა, რომელიც მრავალჯერ ჩაიშალა, მრავალჯერ დაიწყო თავიდან, მაგრამ არასოდეს შეჩერებულა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ერთადერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია გაიგოს ეს ისტორია, არის არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ შენარჩუნება. შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენი თავისა, არამედ იმ პლანეტისა, რომელმაც შექმნა ჩვენ. რადგან თუ დედამიწა გადავა კიდევ ერთ ციკლს, კიდევ ერთ გლობალურ კატასტროფას, შესაძლოა ჩვენი ცივილიზაცია გახდეს მხოლოდ კიდევ ერთი ფრაგმენტი, რომელიც წაიშლება.
მაგრამ ეს ასევე ნიშნავს რაღაც უფრო ღრმას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ძებნა ცოდნისა, ჩვენი მცდელობა გავიგოთ დედამიწის წარსული, არის არა მხოლოდ ინტელექტუალური ცნობის მოყვარეობა. ეს არის ეგზისტენციალური აუცილებლობა. რადგან როცა ჩვენ ვსწავლობთ დიდ შეუსაბამობას, ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ გეოლოგიას. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ფუნქციონირებენ პლანეტები, როგორ ვითარდება ცხოვრება, რა პირობებია საჭირო ცივილიზაციისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შევინარჩუნოთ ეს პირობები. დედამიწას აქვს დაკარგული 1 მილიარდი წელი, მაგრამ შესაძლოა ეს არ არის დაკარგული. შესაძლოა ეს არის უბრალოდ დამალული. დამალული ღრმად მანტიაში, დამალული ზირკონის კრისტალებში, დამალული იზოტოპურ ხელმოწერებში, დამალული ადგილებში, სადაც ჩვენ ჯერ არ ვეძებდით. და შესაძლოა ერთ დღეს, არა ხვალ, არა მომავალ წელს, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ ვიპოვით მას. ვიპოვით ფოსილიას, რომელიც გადარჩა ყველა კატასტროფას. ვიპოვით ქვას, რომელიც შეინახა ისტორიას, რომელსაც ვფიქრობდით, რომ წაშლილი იყო. ვიპოვით მტკიცებულებას ცხოვრებისა, ან თუნდაც ცივილიზაციისა, რომელიც არსებობდა იმ დაკარგულ დროში. ან შესაძლოა არა. შესაძლოა ზოგიერთი საიდუმლო დარჩება საიდუმლოდ სამუდამოდ. შესაძლოა ის 1 მილიარდი წელი ნამდვილად დაკარგულია. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვეძებთ საკმარისად, არამედ იმიტომ, რომ პლანეტა ნამდვილად წაშალა ყველა კვალს. მაგრამ აქ არის რაც მე ვფიქრობ. შესაძლოა კითხვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პასუხები. შესაძლოა თავად ძებნა, თავად მცდელობა გაგების არის ის, რაც გვაქცევს ადამიანებად. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც არ ეგუება უცნობს. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც ხედავს ცარიელ სივრცეს ორ ქვას შორის და ამბობს: აქ რაღაც უნდა იყოს და მე ვიპოვ იმას. და შესაძლოა სწორედ ეს უსასრულო ცნობის მოყვარეობა, ეს უგუნური ოპტიმიზმი, ეს რწმენა, რომ ჭეშმარიტება არსებობს და შეიძლება იქნას ნაპოვნი, არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. არა ის, რაც დაიკარგა, არამედ ის, რაც ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას. არა ის, რაც წაიშალა, არამედ ის, რაც ჩვენ ვაგრძელებთ აშენებას. არა ის, რაც ჩვენ აგრძელებთ აშენებას, არამედ რაც ჩვენ არ ვიცით. არამედ ის, რაც ჩვენ არასოდეს შევწყვეტ კითხვას. რადგან ბოლოს და ბოლოს დიდი შეუსაბამობა გვასწავლის არა იმას, რომ ისტორია შეიძლება წაიშალოს. ის გვასწავლის იმას, რომ ცხოვრება, ნამდვილი, ჯიუტი, შეუდარებელი ცხოვრება ყოველთვის პოულობს გზას. თუნდაც როცა ყველაფერი იშლება, თუნდაც როცა პლანეტა თავად ცდილობს მის წაშლას. ჩვენ ვართ მტკიცებულება ამისა. ჩვენ ვართ შთამომავლები იმ ორგანიზმებისა, რომლებმაც გადარჩნენ 1 მილიარდი წლის ქაოსს. და ჩვენში, ჩვენს გენებში, ჩვენს უჯრედებში, ჩვენს ცნობიერებაში ინახება მეხსიერება იმ გადარჩენისა. და ეს მეხსიერება გვეუბნება: გააგრძელე, ეძებე, იკითხე, აშენე, შექმენი, გაიგე. რადგან შესაძლოა ჩვენ არ ვართ ბოლო. შესაძლოა ჩვენ ვართ